კაი გამარჯობა. ძვირფასო მაყურებლებო. ძვირფასო სტუმარო, ორმოცი მადლობა რომ ჩვენთან ხართ, თქვენ მადლობა რომ გვიყურებთ და უფრო დიდი მადლობა რომ გამოგვიწერთ ახლა ამ მსვლელობისასთან რომ დაასრულებთ გადაცემის ყურებას მერე და პროცესშიც არ არის პრობლემა. მაგის დრო ისევ ეთერშია და მარცხენა მხარეს ყავს ამჯერად ლადო გოგოლაძე. მარჯვნივ ყავს ჩემი მიშო სახვაძე. და ქალბატონი ნინო კანდელაკი ყავს სტუმრად ფსიქოთერაპევტი. ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ ისევ და ისევ მამების დროში. თუმცა როგორც წესი, მეგობრებით ვიწყებთ ხოლმე. კიდე დავიწყოთ და მეგობრებით და საჩუქრებით. დიახ. მეგობრებით და საჩუქრებით. ქალბატონი ნინო, ჩვენი მეგობარია კომპანია Suti Power-ი, ძალიან გემრიელი ქართული ნუგბარი, ჩვენი ქართული ჩურჩხელა, განსხვავებული შეფუთვით და განსხვავებული არომატებით. ეს არის ტრადიციული ყურძნის ჩურჩხელა, რომელიც ვიცით რა არის, როგორია და რატოა ძალიან მაგარი და ეს არის შოკოლადის ჩურჩხელა. არა ჩვეულებრივი რამეა. რა კარგი მოუფიქრეთ. კი, ასე არის კიდევ იმისი, რა ქვია, ბროწეული სოღონდ. როგორც ჩანს შეჭამა და ის აღარ წამოვიდა. ვებძლებთ ხოლმე ბროწეული ჩურჩხელა როცა გავსინჯავდა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია Suti Power-ი შეძინა უკვე შეუძლიათ, აი ოფისებთან რო დგას ხოლმე სნექების აპარატი, Wedding Georgia-ს აპარატებში უკვე შეუძლია ნებისმიერს, ძალიან მარტივად შეიძინოს და ქართული ნუგბარით დაიტკბოს დღე. ბებო გაიხსენოს, ბავშვობა გაიხსენოს და ასე შემდეგ. შემდეგი საჩუქარი. Connect-ისგან. ჩვენი მეგობარი Connect-ი, ბენზინგასამართი სადგურების ქსელი Connect-ი, არაჩვეულებრივი სლოგანი, ჩემი კავშირი გზასთან. მაგას მევიტყვი რა, შენი კავშირი გზასთან. მიშასაც სლოგანი და სუნიშუ ამოსხონე დღეს დავასწარი. ესეც საჩუქარი. ძალიან გვიხარია რომ გვაქვს საშუალება სტუმრებს დროს ხო ვართ, მაგრამ საჩუქრები რომ გადავწყვეტ. Connect-ისგან ასეთი. დიდი მადლობა Connect. პრემიუმ ხაზი საწოლი. ნებისმიერ კავშირ გზასთან დაამყარებთ კავშირს და საქართველოს ნებისმიერ ადგილას, იმიტომ რომ თელ საქართველოში მოდებული ეს ძალიან კარგი ქსელი, შეგიძლიათ გამოიყენოთ. დიდი მადლობა ჩვენს მეგობარ Connect-ს. ამასაც აქეთ დავდებ. კი ბატონო. არის ასეთი კომპანია კიდევ iBazar-ი. ბაზარში როდის იყავით ბოლოს ხათაშორის ქალბატონი? არა, აღარც მახსოვს წლების წინ. ასეთი მომსახურება დანერგეს ნავთლუხის ბაზრიდან მოაქვთ ნებისმიერი პროდუქტი, რასაც მომხარველი შეუკვეთავს ნავთლუხის ბაზარში რა ფასებიც არის, ზუსტად იმ ფასებში. ხანდახან ცოტა იაფადაც კი. კი, აქციებით ჩინებული აქვს, დაუკავშირდით, მიწერეთ, მოწერეთ. აი აქ წერია მისამართი. გაერკვევიან თვითონ. კომუნისტების დროიდან ხალხი სულ დადიოდა ნავთლუხის ბაზარში, იმიტომ რომ ძალიან მისაღები ფასები იყო. და ზუსტად ეს მომსახურება ახლა არსებობს. კი, ოღონდ ნავთლუხის ბაზრის ფასები შეგიძლია თბილისის ნებისმიერ ტერიტორიაზე ფასებით ისარგებლოთ თბილისის ხათაშორის ნავთლუხში რო არ დაბადებული თუ ვიცი. სამაღარიჩო თქონია კარენოი ნავთლუხელი. და კიდევ ჩვენი მეგობარია ქალბატონი ნინო, სუნამოების ესპანური ბრენდი ეკვივალენტსა, რომელიც უკვე საქართველოშიც არის, თბილისის მოლში გაიხსნა უკვე მაღაზია, სადაც წარმოდგენილია 200-ზე მეტი სუნამო, თავის მოვლის საშუალება და უამრავი კარგი რამე და რაც მნიშვნელოვანია, ცნობილი სუნამოების ბრენდის ინსპირაციებით არის გაკეთებული ეს არომატები და არის ძალიან მაგარი გარემო. არა მარტო კაცებისთვის, ქალებისთვის, დიდებისთვის, პატარებისთვის, ბავშვებისთვის და აი აქ წერია Instagram გვერდის მისამართი და შეგიძლიათ გამოიწეროთ. ნამეტანი პრეტენზიულებისთვის, არა პრეტენზიულებისთვის და ასე შემდეგ. თბილისის მოლში შეგიძლიათ მიბრძანდეთ და ეკვივალენტსას სუნებით დატკბეთ. გადასარევი. ბოლო მადლობა. ბოლო მადლობა. Media Holding-ი Radio Fortuna, რომელიც არის ჩვენი მედია პარტნიორი, გვიდგას გვერდში და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ჩვენი მხარდაჭერით. ხო და აი ეს მადლობა რომ ისა მოიცა როგორ თქვა მადლობას ვეთქვი დიდი სიამოვნებით იმ ხალხს ვინც დაგვეხმარებოდა რომ ნორმალური კამერები გქონდეს ნორმალური კამერა რადგან არ გვაქვს აი ესე შუა ჩაწერის დროს დგებით ხოლმე და ვამოწმებთ ჩაწერა მიმდინარეობს და სხვათა შორის წინასტუმარი ყავდა ავტომობილელი მევლუდ მელაძე რომელთანაც ბოლოში გქონდა ძალიან კარგი რუბრიკა აი არაჩვეულებრივი ამბები მოგვიყვა აქეთური იქითური და ბედნიერებმა რომ ეს ამბები ჩავწერეთ, მივედით და კამერები დაგხვდა გათიშული და სამწუხაროდ არავინ არ აყავს. სამწუხაროდ დასაწყისი ამ კარგი ამბების ბარტონი მევლუდით ჩანს და არის ჩვენი ხმები, მაგრამ ბოლოში აღარც ბარტონი მევლუდით ჩანს, აღარ ჩვენ ვართ და ჩვენი სურათი მიდის და არის მარტო ხმები, მაგრამ არა უშავს შეცდომები მოსულა. არა უშავს, ეგეთი შეულებრივი ამბავია. დავიწყოთ და ძალიან მაგარ თემაზე უნდა ვისაუბროთ, ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც ქვია ბავშვობის ტრამვები. კი ბატონო, კი. რატო ვიტრამვებით? რატო ხდება და ზოგადად არ ვიცი, რა ტიპის ტრამვები არსებობს, საიდან ჩდება და
გისმენთ დგულისყურით. კი ბატონო, მე იცით თქვენ რომ ძალიან მიყვარს ღაპრები, იგავები, ანდაზები, ეს სიბრძნე რაც არის ჩადებული, კაცობრიობის დაგროვილი სიბრძნე. და აი ორ ანდაზას ვიტყვი. ერთი არის ესეთი რომ მშობლებიო თავის შვილებს ფრთებს აჭრიან და მე ეჩხუბებიან ანგელოზები რატო არ ახართო. ძალიან მომეწონა ეს და მართლა ესეა. და მეორე არის ესეთი, ეს ზოგადია, მაგრამ მე მივუსადაგე ამ თემას, არის ესეთი, რომ ერთი წვეთი სიყვარული ძალიან ხშირათო თელ ცრემლების ზღვას ბადებსო. ხო და აი ეგეც ესადაგება ამ თემას, იმიტომ რომ ყველა მშობელს უყვარს შვილი, რა თქმა უნდა სიყვარულით უკეთებს, რასაც უკეთებს, მაგრამ იმის გამო რომ თვითონაც ტრავმირებულია, თვითონაც გარკვეულ ოჯახში დაიბადა, სადაც თავისებურებები და რაღაც გარკვეული ტრავმები იყო, რაც იცის იმას უკეთებს შვილს და ნუ უნებურად ჩვენ რა თქმა უნდა ვაზიანებთ ჩვენ შვილებს, შეგნებულად, არ ვიცი, ალბათ არიან ესეთებიც რომ შეგნებულად, მაგრამ ძირითადად ჩვენ უნებურად ვაზიანებთ ჩვენ შვილებს, ჩვენც რა თქმა უნდა დაზიანებულები ვართ, იმიტომ რომ არ არსებობს იდეალური ადამიანი და ეს ჩვეულებრივი ამბავია, ჩვენ სულ ვითარდებით, ზუსტად ეს არის საინტერესო ამ დედამიწაზე, რომ ჩვენ ვართ შემოქმედი ჩვენი ცხოვრების, ჩვენი პიროვნების, ვძერწავთ ყოველ დღე ჩვენ შვილებსაც, ჩვენ თავსაც და ვითარდებით და ეს არის საინტერესო. ყველას გვაქვს ნაკლი, ყველა ტრავმირებული ვართ, უბრალოდ უნდა ვიცხოვროთ გაცნობიერებული ცხოვრებით, რომ არ დავკმაყოფილდეთ მარტო იმ მოცემულობით, რაც გვაქვს და დავსვათ სწორი კითხვები. სულ ვიძახი ამას ყველგან, სადაც მიმიწვევენ, რომ თავარი არის, რომ ისწავლოს ადამიანმა სწორი კითხვების დასმა, როგორც პირველ რიგში საკუთარ თავთან, ასევე შვილთან თუ მეუღლესთან თუ ყველგან. და აი ეს არის ზუსტად საწინდარი იმისა, რომ ამ კითხვებზე მე წამოვიდეს ეგ არ იქნება მარტივი საფრთხე ალბათ სწორი კითხვების დასმა. რა თქმა უნდა, ეგ არის ზუსტად რომ ვაფართოებთ ცნობიერებას და ვცხოვრობთ გაცნობიერებული ცხოვრებით. თუ ჩვენ თავს ეს კითხვები არ დაუსვით, გაცნობიერებული ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებთ და თან საინტერესო ის არის და საიმედო, რომ ქვეცნობიერს აქვს ის თვისება, რომ თუ ჩვენ თავს დაუსვამთ ამ კითხვებს, მოდის ეს პასუხები. შეიძლება იმ წუთაზე არ წამოვიდეს, მაგრამ ცოტა ხანში აუცილებლად მოდის, რაღაცა სახით შეიძლება სიზმარში დაგვეზიზმროს, შეიძლება რაღაცა ვიღაცისგან მივიღოთ, მოკეთ პასუხები მოდის. რაც გვაწყობს ის პასუხები მოდის თუ სწორი პასუხები? ყოველთვის არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ზუსტად გამბედაობა ეს არის, რომ მაინც დავსვათ კითხვები და ის ნაღდი პასუხები მივიღოთ, ჩვენ იმ წუთას ეს გვაწყობს თუ არა, საბოლოო ჯამში ეს მაინც სასარგებლო იქნება. მისი შედეგი ყოველთვის ნაყოფი სასარგებლო იქნება. მე ბევრი ის არსებობს და კიდე ერთი ეს სხვა გადაცემაშიც თქვით, აქაც მინდა რომ გავიმეორო, არის ესეთი აფრიკული ანდაზა, რომელიც აი ძალიან მომწონს და მთლიანად გამოხატავს აი ამ ტრამვის, ასე ვთქვათ, არს, ბავშვობის ტრამვის. აი ეს ანდაზა ესე ჟღერს, რომ თუ ბავშვსო, სოფელშიო, ბავშვობაში დააკლდა სითბო და სიყვარულიო, ის რომ გაიზრდება, აუცილებლად გადაწვავს სოფელს, რომ გათბესო. ხო და აი ზუსტად ეს ხდება ახლა ყველაფერი, რაც უნდა ვისაუბრო. საერთოდ ბევრი ნაირი ეს სქემა არსებობს ამ ტრავმების, სხვადასხვანაირი დაყოფა, სხვადასხვა ძირითადად 5 ტრავმას გამოყოფენ. დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო. დედა და მამა თავის ტრავმებს უნებურად გადასცემს თავის შვილს. რა თქმა უნდა გადასცემს თუ არა აქ დამუშავებული და გაცნობიერებული და რაც ვთქვი, აუცილებლად, კი. აუცილებლად, რა თქმა უნდა, აბა ჩვენ თუ არა გვაქვს დამუშავებული ის, ჩვენ ხო ვასხივებთ ამას და პირდაპირ გადაგვაქვს შულს. მე კიდე დამავიწყდა, მე თქვა და კარგია ეხლა რომ შემოწყვეტიე, რომ შენს მეუღლესაც ვიცნობ, შვილებსაც და მინდა ვთქვა, რომ არაჩვეულებრივი ოჯახი გაქვთ, მარტო ლადოს ვიცნობ, ეხლა ლადოს სოლშულს მიშოს ოჯახიშიც შეფასებაში აბსოლუტურად გეტყვი. და აი მინდა ვთქვა, რომ საოცარი გოგოები ყავს ლადოს. დიდი მადლობა. ცოლიან შვილებია. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ლადოს ვიცნობ და მის ფასეულობებს, ღირებულებებს თქვენ გიცნობთ ორივეს კარგად
და მინდა ვთქვა, რომ აი რო იძახიან, რომ აღარ არის, ეხლა სადღა არის ძველი ოჯახები რო იყო და ეხლა არის. აი მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მაყურებლისთვის რომ ბევრს ვიცნობ, ჩემთან ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, რომლებსაც აი მართლა კარგი ოჯახები აქვთ, მართლა უყვართ ცოლ-ქმარ, მაგრამ როგორც თქვენ გიყვართ, აი თქვენი სიყვარულიც ანიმუშოა და ბავშვებს როგორ ზრუნავთ ბავშვებზე და ოჯახისთვის როგორ ზრუნავთ და არ ვიცი, აი ეს არის მართლა თქვენი ოჯახი, მისაბაძი მაგალითი და ბევრია კიდე ასეთი, ბევრია და ჩვენ ჩავარდებით ქართველები რაღაცა სასოწარკვეთილებაში ყველაფერი დაიკარგა, ყველა ღირებულება დაიკარგა, ყველაფერი წყალში ჩაიყარა. როგორ არ გვეშველება, თუნდაც თქვენ ორი ადამიანი და თქვენი ოჯახები რო არსებობს და კიდე ბევრი რაც მე მინახავს, ხო? ის არის ყველაფრის მომავლის საწინდარი. ასე რომ ჩვენ კარგად გვაქვს საქმე, იმიტომ ჯერ კიდე ოჯახი არსებობს და ეს არის აი აუღებელი ციხესიმაგრე. ამას არაფერი არ მოერევა, იმიტომ ის ღირებულებები, ის ფასეულობები, რაც უნდა მიიღოს ბავშვმა ოჯახში, იმას მე აღარაფერი არ ისეთ ადამიანს ვერ მოერევა ვერაფერი, იმიტომ რომ თავარი არის მაინც დედა და მამა. რა ღირებულებებს, რა ფასეულობებს სწავლობს ბავშვი ოჯახში. კი იმას ემატება სკოლა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საზოგადოება, მაგრამ საფუძველი, საძირკველი, რაზეც მე პიროვნება შენდება, მაინც არის ოჯახი და ეს ჯერ კიდე ჩვენ გვაქვს და ეს არის ძალიან კარგი. ასეთ რაღაცებს რატომ ეტირება? ხო, უნდა გვეტირებოდეს ნამდვილად. დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის და ჩვენი მიზანიც ახლა როგორი ამბიციური ნათქვამიც არ უნდა გამომივიდეს, მამების დროს მიზანიც ეს არის, რომ იმ თავარ ფასეულობაზე ვისაუბროთ, რომელსაც ვისაუბროთ, რომელსაც ქვია ოჯახი. კი, შვილების აღზრდა. ნამდვილად. კი ბატონო. და მე ჩავშალოთ იქ ბევრი თემები გაიშლება, მე დავიწყებ. ძალიან მოკლედ სანამ ამ სქემას შემოგთავაზებთ, რომ ეს 5 ტრამვა კარგად გავშალოთ თითოეული, რომ რა ასაკში ყალიბდება და რა სიწევს. მანამდე ესე ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, რომ არ არსებობს ამ 5 ტრამვიდან არ არსებობს ადამიანი, ვისაც ერთი მაინც ბავშვობაში არ აქვს მიღებული, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ერთი კი არა, ეხა ამას მე გავდივარ ჩემთან რომ მოდიან ადამიანები და ძირითადად ჩანს ხოლმე რომ 2-3-იც არის, მაგრამ ერთი მაინც ანუ ყველა ტრამვირებული ვართ, ოღონდ ყველა სხვადასხვანაირად და სხვა სიტუაციაში და სხვადასხვა სიღრმის ის არის დაზიანება მიღებული ფსიქიკას, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერს ეშველება. აი თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ არ იყოს რაღაც პესიმისტური ხედვა, ყველაფრიდან გამოდის ადამიანი. მე უფრო ტრანსული თერაპიით მუშაობ და ეს ტრანსი არის ზუსტად უმოკლესი გზა ჩვენს ქვეცნობიერთან და ის ბავშვი, რომელიც შეშინებულია, ჩვენი შინაგან ბავშვია ლაპარაკი, შეშინებულია, მიტოვებულია, უარყოფილია თუ შეურაცხყოფილია თუ დათრგუნულია, არა აქვს მნიშვნელობა რა ტრავმა აქვს ხო ადამიანს. ის ბავშვი შინაგანი ბავშვი იკურნება და ჩვენ ვქმნით ახალ მეხსიერებას, ახალ სინთეტური მეხსიერება ქვია მაგას. სადაც ის უკვე თვითონ წარმოიდგენს იმ ტრანსულ მდგომარეობაში, რომ ისე კი არ მოხდა, როგორც მას უნდა და ისე მოხდა და ის დაუსრულებელი ემოცია სრულდება და ფსიქიკა მშვიდდება, შინაგანი ბავშვი იკურნება, რესურსს იღებს, ეკონტაქტება ადამიანი, კურნავს იმ თავის შინაგან ბავშვს თვითონ. ჩვენ უბრალოდ ფსიქოთერაპევტები ამისთვის გვქმნით აი ამ სივრცეს, სადაც ადამიანს შეუძლია თვითონ დაეკონტაქტოს თავის ქვეცნობიერს თავის შინაგან ბავშვს, ამ შემთხვევაში ვლაპარაკობთ შინაგან ბავშვზე, სხვა შემთხვევაში რა თქმა უნდა სხვა თემებია, რომელიც უნდა განიკურნოს, გაჯანსაღდეს და აი მხოლოდ მერე შეუძლია ადამიანს იყოს ადეკვატური იმ სიტუაციაში, სადაც არის. თუ ჩვენ ტრამვების მოუნელებელი და უმუშავებელი ტრამვები გვაქვს და ის გვამოძრავებს და ჯერ კიდევ ფროიდმა ეს მეცნიერულად დაამტკიცა, რომ ჩვენი ქმედებების 80-90%-ს განაპირობებს ჩვენი აი ეს ბავშვობაში ჩადებული ქვეცნობიერი სცენარები და პროგრამები. იმ პროგრამით ვცხოვრობთ. აი სადღაც 5-10%-ს განაპირობებს ჩვენი ცნობიერი. და ეს ყველაფერი ხო ბავშვობაში იდება ეს პროგრამები და სცენარები ქვეცნობიერში და აი ნახეთ თუ ეს მონელებულია, გაცნობიერებულია, დამუშავებულია, მაშინ ყველა სიტუაციაში, სადაც მოხვდება ადამიანი, ის არის ადეკვატური იმ სიტუაციის, მაგრამ თუ ის არ არის მონელებული, ის ტრავმირებული 5 წლის ბავშვი თუ 6 წლის უცბად იღვიძებს და ის მოქმედებს. ანუ შენ ხდები ის 6 წლის ბავშვი, ის თუ შეაშინეს, თუ მიატოვეს, თუ რაღაცა და ყოველ ჯერზე ის მიტოვებული თუ შეშინებული ბავშვი იღვიძებს და
ის გამოძრავებს, ოღონდ ამას ადამიანი ვერ აცნობიერებს, იმიტომ რომ ის ბავშვი ჯერ არ არის, ის შინაგანი ბავშვი ჯერ არ არის განკურნებული, ის ტრავმა არ არის მონელებული და ყოველ ჯერზე, აი მე მქონდა ესეთი მაგალითიც რომ მოვიყვანო, რომ 6-7 წლის ასაკში, ნუ ჩემთან უკვე გაზრდილი ხალი მოვიდა და იგი სულ ქონდა ის რომ ვერ ენდობოდა მამაკაცებს და აინტერესებდა რომ რატო და ამის გამო ვერ დაოჯახდა. ხო და ბოლო მოაღწია ფსიქოლოგამდე და აინტერესებდა რომ რატო ხდება ასე არა და არაფერი არ აკლდა ამ ადამიანს განათლებული გარეგნულად არაჩვეულებრივი ძალიან კარგი ოჯახიდან და ყველაფერი და აღმოჩნდა რა რომ გაახსენდა რომ აი სადღაც 6-7 წლის ასაკში დაწყებითი კლასების პერიოდში დადიოდა ცეკვაზე სადაც რაღაცა დაიმარტო ხელა ცეკვის მასწავლებელმა და რაღაცა მოკლედ ესეთი მალე გამოვიდა იქიდან, მაგრამ რაც მოასწრო იმ 2 წუთში თუ რაღაცა უკვე ცუდი შეხებები მოხდა და 2 წუთით საკმარისია რომ ადამიანმა რა თქმა უნდა საფუძვლიანი ტრავმა მიიღოს. სრულიად საკმარისია და მე ეს ქვეცნობიერად მაშინ უთხრა თავის თავს რომ არენდო კაცს. ოღონდ ეს არც ახსოვდა, მაგრამ მის ქვეცნობიერში ეს უკვე ჩაიწერა. და ეხლა ნახეთ ურთიერთობაში შე რომ არენდობი მამაკაცი ვერ ნდობაზეა, ნდობაზე და ურთიერთპატივისცემაზე უნდა აიგოს მერე მთელი ურთიერთობაც და ოჯახი ამაზე დგას ნდობაზე ურთიერთპატივისცემაზე სიყვარულზე. ხო და ეს პროგრამა რო გაქვს, მე ის მამაკაციც ხო გძნობს რომ ვერ ენდობი და უკვე აღარ უნდა ესეთი, ხო? გვერდით, რა თქმა უნდა, ხო? და შენც რო არენდობი ვერ აწყობ ურთიერთობას და რაც ადრე გაცნობიერდება, ხო, რაც ადრე, ხო, მით უფრო ადრე გათავისუფლდება ამისგან ადამიანი და ის ჯანსაღად ადეკვატური იქნება, იქ სადაც იქნება. თუ არა და სულ ის 6-7 წლის ბავშვი გაიღვიძებს და სულ იმისი ჭკუით, იმისი ტრამვით იცხოვრებ. ხო და ძალიან დასანანია, როცა ძალიან წინ წავიდა ფსიქოთერაპია უკვე, ნუ აი ისეთი აღმოჩენებია უკვე ეს ნეირომეცნიერებამაც სულ ახალი მეთოდები და ახალი ტექნიკები შემოიტანა და ჩვენ ძალიან სწრაფად ვეხმარებით უკვე ადამიანებს. ფროიდის დროს თუ დიდხანს დადიოდნენ, ეხლა აღარ არის საჭირო ასეთი ხანგრძლივი სიარული, არის უკვე მეთოდები, რომ სწრაფად შეგვიძლია დავეხმაროთ და ძალიან ეფექტურად და ძალიან დასანანია, რომ ჯერ კიდე ეს არ იცის ხალხმა, რომ ასეთი ძალა აქვს ფსიქოთერაპიას. ეს რო იცოდეს, ყველა მიხედავდა ამ თავის ბავშვობის ტრავმებს და ყველას ცხოვრება ხარისხით ძალიან მაღლა ეწევდა. და რამდენი ოჯახი იქნებოდა გაცილებით ბედნიერი, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახებოდა ბავშვებზე. ბავშვებზე, პირდაპირ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ბავშვებზე აისახება. იმდენი საახლობლოში, იმდენი რაღაც წარმომიდგა თვალწინ, რომ აი ბავშვების ტრავმების გამო აფორიაქებულია ოჯახი. ხო, ოჯახი, შვილები. ყველა. თინეიჯერობის ასაკშივე შეიძლება ამ ტრამვების მოგვარება, რომ რა თქმა უნდა, რომ მოდიან თინეიჯერები, ბევრი ძალიან მოდიან ჩვენთან და რა თქმა უნდა თინეიჯერობის ასაკიდან უკვე ვიწყებთ ამ თემაზე მუშაობას და აი მე ხა ერთი მაგალითი გამახსენდა ბავშვი მომიყვანეს სადღაც ბიჭი, სადღაც 10 წლის იქნებოდა ალბათ დაახლოებით ესეთ ასაკში და იქ არის ძალიან კარგი ტესტი, შენ მეუღლისგან გეცოდინება ის ჩემი კოლეგა, ტესტს ქვია არარსებული ცხოველი. ახატინებ არარსებულ ცხოველს, თვითონ ბავშვი იგონებს რაღაც ცხოველს, რომელიც არარსებულს ხატავს და მე შენ რაღაც გარკვეულ შეკითხვებს ეკითხები ამ ცხოველზე და ეს არის პროექციული ტესტი. ანუ პროექციულად მას თავისი თავი გადააქვს ცხოველში ის გიყვება ცხოველზე და სინამდვილეში ყველაფერს გიყვება თავის თავზე და ყველაფერს იგებ იმ ბავშვზე. ძალიან ეს პროექციული ტესტები ძალიან კარგია და გვეხმარება ძალიან მუშაობის პროცესში და იქ ბევრი შეკითხვა და რომ ვკითხე ამ ბიჭს რომ ის ეკითხები ეს ცხოველი რა ჭამს, საცხოვრობს, კეთილია თუ ბოროტი, მთელი დღე რას აკეთებს, ნუ ბევრი შეკითხვა და ერთ-ერთი შეკითხვა რომ ჯერ ეკითხები ბიჭია თუ გოგოა ეს ცხოველი და თქვა რომ ბიჭიაო და მეოთხარი რომ გაიზრდება ეს შენი დახატული ცხოველი ცოლს მოიყვანს და შვილები ეყოლება თქო და არაო ეს იშვიათია ესეთი პასუხი როგორც წესი ამბობენ რომ კი მოიყვანს და მე ეკითხები რამდენი შვილი ეყოლება და ყველაფერი და ხო და ეს ძალიან მენიშნა ხო და რატო მეთქი რატო არ მოიყვანს ცოლს? იმიტომ რომ ხო შეიძლებაო მე თვითონ მოკვდესო ან ვინმე მოკლასო და ის ცოლი ძალიან ინერვიულებსო და ამიტომ არ მოიყვანსო. ეხლა მივხვდი რომ მის ოჯახში ხდება ეს ყველაფერი. ხო, აბა საიდან მოიტანს ბავშვი ამას და ნუ აღმოჩნდა რომ მას მოკლედ მამა გარდაცვლილი ყავდა, ოღონდ აღარ მახსოვს მოუკლეს თუ თავისი სიკვდილით გარდაიცვალა და ეს ბავშვი შეესწრო როგორ განიცდიდა დიდხანს ამას დედა
როგორ განიცდი და როგორი სტრესი მიიღო და ესე იგი თავის თავს ის თქვა ცნობიერად მისცა უკვე პროგრამა რომ თვითონ ცოლი არ უნდა მოიყვანოს, იმიტომ რომ მას რო რამე დაემართოს, ხო ესე გამწარდება მისი ცოლი და ეს პროგრამა იმუშავებდა აუცილებლად. ან ბოლო წუთში ჩაშლიდა რაღაცას, გადადებდა ოჯახის შექმნას. აუცილებლად იმუშავებდა და იქვე, აი ნახეთ, იქვე ბავშვთან ძანიოლია და საერთოდ სწრაფად მიდის ფსიქიკაში ცვლილებები და იქვე უთხარი ამ ბავშვს რომ თან ჩემთან რაღაც ნდობით იმაში შემოვიდა, მოვეწონე ძალიან, იმიტომ რომ რაღაც ვათამაშე რაღაცა და დავახატინე რაღაც, მოეწონა სიტუაცია, მეც მოვეწონე და მოთხარი, აი შენ ჩემი ხო გჯერა თქო და კიო როგორ არაო. ხო და მე ხო ხალი ვარ თქო მოთხარი და კიო და აი მე რო ვიცოდე თქო თუ შემიყვარდება კაცი ძალიან თქო და რო ვიცოდე რომ იმას რამდენიმე წელიწადში მოკლავენ მე აუცილებლად მაინც ცოლად გავყვები თუ შემიყვარდა მთავარია რომ ვიპოვო ის ადამიანი და შემიყვარდეს თქო და ესე გაუფართოვდა თვალები და მართლაო მითხრა ანუ იმ წუთას აი თვალნათლივ ჩანდა რომ ის პროგრამა შეიცვალა რაც მას ჰქონდა ქვეცნობიერში რომ მე ცოლი არ უნდა მოვიყვანო აუ და როგორ გაუხარდა თქვენ ვერ წარმოი მართლა ამბობ და კი მეთქი ხო და აი ჩემ თვალწინ მოხდა ამ პროგრამის შეცვლა რა ასე რომ ეს შესაძლებელია ეს ყველაფერი შესაძლებელია მთავარია ჩვენ ბავშვს მოусმინოთ ხო აი საერთოდ არ ჭირდება მე რომ მკითხო მშობლებს ბევრი ლიტერატურის კითხვა ბევრი ლიტერატურის კითხვა საჭირო არ არის შეიძლება 1-2 წიგნი წაიკითხო აღზრდის შესახებ და დანარჩენი წიგნი არის ბავშვი მოусმინო ბავშვს წაიკითხო ბავშვი აი ყოველ დღე გადაშალო და წაიკითხო ბავშვი რას გეუბნება რას გძნობს რას ფიქრობს და ასე შემდეგ მაგრამ აი ამის დრო უკვე აღარ აქვს თანამედროვე მშობელს რა რომ ბავშვთან აი ესეთი ნაღდი გულისმიერი ურთიერთობა გულისმიერი რომ აბა დღეს შენთან ის კი არა რომ რა ნიშანი მიიღე არა თუნდაც ის დაბალი ნიშანი რომ მიიღე რა იგრძენი რას ფიქრობ შენ ამ თემაზე მე რითი შემიძლია დაგეხმარო რომ თქვათ შენ ეხა უკმაყოფილო ხარ შენი თავით აი მე რითი შემიძლია დაგეხმარო რომ შენ კმაყოფილი იყო შენი თავით ის კი არა რომ შეიძლება და ოროსანო შენ всё მიაკერე უკვე ის რომ ის არის ოროსანი აღარასდროს აღარ ისწავლის უკვე ოროსანია და ანუ ორი შეიძლება მიიღოს და ერთიც და ყველაფერი ოღონდ შენ გაინტერესებს ბავშვმა უნდა იგრძნოს რომ შენ გაინტერესებს ნიშის შინაგანი სამყარო რას ფიქრობს ის ამაზე რომ თუნდაც დაბალი ნიშანი მიიღო მისთვის ეს რა არის ჩვეულებრივი ამბავია ტრაგედია განიც თუ ზედმეტი ტრაგედია უქარწყლებ და ეუბნები რომ არა უშავს მეც მიმიღია შეიძლება არ მიგიღია მაგრამ ეუბნები რომ მიგიღია რა მოხდა მე ხო მთავარია შენ როგორი ადამიანი ხარ ხო თავარი ეს არის ხო რომ სულ აქცენტი რომ აი შენი გულის ის უკთავეში როგორი ხარ აბა როგორ გიყვარს კლასელები ეხმარები იქ ვიღაცა ბავშვი რომ რაღაცა ის რო აქ შეიძლება ნაკლი აქ რაღაცა ბავშვს და სხვები დასცინიან და შენ ხوار დასცინი და აბა რაღაცა ის გაგიზიარებს რომ აი თუ მეს უსამართლობა ხდება კლასში და მაგრამ შენ თუ არ კითხე შეიძლება არც მოგიყვეს და მე უკვე ერთად ფიქრობთ რომ ეს როგორ რაქნას ამ დროს როგორ გამოასწოროს ეს სიტუაცია იმ ბავშვს ვისაც დასცინიან როგორ დაეხმაროს და ასე შემდეგ ანუ საუბარში მე უამრავი თემები იშლება ხო და აი ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა რომ მოусმინეთ ბავშვს ენდეთ ბავშვს და ის ყველაფერს ამბობს აბსოლუტ ოღონდ მოусმინონ ყველა თინეიჯერი მაგას მეუბნება ხოლმე რომ მოდის რომ მე არ მისმენენ ჩემი მშობლები მე არ მისმენენ აღარ აინტერესებთ მე რას ვამბობ ან რას გძნობ ან რას ვფიქრობ არ მისმენენ და მარტო ზოგი ეგ ცოტა უსამართლობაა ეხლა მე თუ მკითხავთ ხათო ნუ მასეთ თინეიჯერებს ეგ დამოკიდებულება არ უყვართ თვითონ საუბარი ალბათ კიდე რა ვიცი ხო მაგრამ თინეიჯერობაში რთულია მშობლობა იმიტომ რომ გასაღები უნდა უყოვო აი წაიყვანე აბა ფეხბურთზე და ჯერ ფეხბურთზე დაელაპარაკე ნახე ის სერიალი რასაც თვითონ უყურებს შენც ნახე რო გეზარება მაინც ნახე და იმ სერიალზე დაელაპარაკე და მე ნახე თუ არ დაგელაპარაკება მე აღარ ჩაიკეტება კი არ უყვართ ისა მშობლებთან ლაპარაკი და პირიქით აპროტესტებენ ეს პროტესტის ასაკი ხო ეს თინეიჯერობა და პირიქით აპროტესტებენ ჯინაზე რაღაცეებს აკეთებ მაგრამ ყოველთვის შეიძლება გასაღების პოვნა უნდა მიუერთდე კი არ უნდა დაუწყო რატო გაღწვია დახეული ჯინსები ერთხელ რო ეტყვი რომ გიხდება ეს დახეული ჯინსები დამთავრდა რა უნდა ეხლა ხათაშორის მე და ჩემ შვილს ჰქონდა ეხლაც გვაქვს პრინციპში ასეთი წესი რაღაც წიგს მირჩევდა ხოლმე და იმ წიგს ვკითხულობდი და მე გადასარევი ძალიან კარგი
დიდი ხანია მეხოცება Stranger Things როა ეს სერიალი. სერიალი. გაოცებულია და აი აღფრთოვანებულია და ყველაფერში იმის ფაზლი აქვს, იმის მაისური და უყურე მამა მოგეწონება და ფიზიკურად ვერ მოვახერხე რომ უყურო და აუცილებლად ძალიან მაგარი სერიალია, კი დასრულებისგანაც გამიგია რომ კარგი სერიალია, კი და აუცილებლად თუ დაუყურო ისეთი რაღაც თქვით ახლა თქვენ რომ აუცილებლად უყურე პირველ სერიას. დღეს უყურე პირველ სერიას. და უკვე დაგეხმარება ეს პოდკასტი მაგაში. ასე რომ ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ ჩვენ და მოდით ახლა გადავიდეთ და მე რა შეკითხვებიც გექნებათ, რა თქმა უნდა მკითხავ. ესე იგი ხუთი ძირითადი ტრავმა, რომელიც ხუთივე სულ სხვადასხვა ასაკში იღებს ადამიანი, ეს არის მუცლად ყოფნის პერიოდიდან 12 წლამდე. ანუ მუცელშივე და ვიტყვი მაგას. რა თქმა უნდა, ესეც ნაკლებია, რომ ემოციურად მუცელში ყველაფერი ესმის ბავშვი. ახლა სიტყვები და ის არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ემოცია, შენის უარყავი, შენის გიყვარს, აბა რატო ეფერებიან მუცელშივე ბავშვს და ხელითაც და სიტყვებითაც, რომ უკვე მიყვარხარ, როდის გამოხვალ და ეს აუცილებელია და ზღაპრებიც მოუყევითო და მუსიკაც მოასმენიათ მუცელში, იმიტომ რომ ემოცია ესმის. და იმდენად ესმის დაიხომს, რომ შეიძლება ტრავმა გამოყვეს თუ რა თქმა უნდა, მაგას ვიტყვი, ახლა პირველი ყველაზე ადრეული ტრავმა ეგ არის. რა თქმა უნდა და ძალიან ბევრი ეგეთი, აი იგივე ტრანსული თერაპიის დროს იქ მუცლად ყოფნის პერიოდის ტრავმებიც ჩანს ხოლმე და მანდალსაც ყურნავთ და რა თქმა უნდა და სხეულზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპიაშიც არის სპეციალური ტექნიკები, როცა მუცლად ყოფნის ტრავმაა, იქ როგორ ეხმარები ის ქალბატონინო ალბათ იტყვით, მაგრამ მაინც ვიკითხავ. ეგრეთ წოდებული მიუღებელი ორსულობა როცა ქალს და ნაყოფი არ უნდა, ან ქმრის ოჯახს, ან საყვარელი მამაკაცის ოჯახს რა მნიშვნელობა აქვს და არც დედას არ უნდა ეს ნაყოფი. ამას აღიქონს. მაგას ქვია უარყოფის ტრავმა, მაგითი ვიწყებ. მაგას ქვია უარყოფის ტრავმა, რომ უკვე მუცელში ბავშვმა ეს ყველაფერი იგრძნო. აუცილებლად ან. ერთი რეპლიკა მინდა თუ არ გამიბრაზდებით, ის ლექსი გამახსენდა ახლა. რად მოվել ადამიანად, რატომ არ მოվել წვიმადად. მუცელში რო არ იქიდავე რომ ვიტრამვები, კარგი. ეგრევე თუ ძუბელში იტრამვება. რაიც. ძალიან მაგარ თემაზე ვსაუბრობთ აშკარას და. ხო, და ესე და მოდი ჩვენი კითხვებით კი, არა, მკითხეთ, პირიქით, ეგ არის საინტერესო. და პირველი ტრავმა ზუსტად, რაც თქვი, ეს არის უარყოფის ტრავმა, ანუ მეორენაირად ეძახიან, აი შიზოიდური ტრავმა. ეხლა რას ნიშნავს შიზოიდური ტრავმა? ამ დროს ყალიბდება შიზოიდური ხასიათის ტიპი. შიზოიდი ადამიანი კი არა, ესე არ გაიგოთ. შიზოიდური ხასიათის ტიპი. ვისაც ეს პირველი ტრავმა აქვს მიღებული უარყოფის ტრავმა, რომელიც არის მუცლად ყოფნის პერიოდიდან სადღაც წლინახევრამდე. ეს ასაკი ხა ჩვენ არ გვახსოვს, ну იშვიათია რომ აი 1-2 ადამიანს ვთქვამ შემთთვის რომ რაღაც კადრი მახსოვს, როცა აი წლინახევრის ვიყავი და რაღაცა ხელში ვეჭირე ვიღაცას. ну აი კადრი, მაგრამ ну ეს ასაკი რა თქმა უნდა არ გვახსოვს, მაგრამ ამ ასაკში ეს უარყოფის ტრავმა ყალიბდება და როგორია ეს შიზოიდური ხასიათის ტიპი? უფრო ჩაკეტილი, უფრო აი მოჩვენებასავით არის, არ გახსოვს იყო თუ არა გუშინ კლასში, ყოველთვის ყველა კლასში არის ეგეთი. ხო. ვალოდიაჯი. ხო, რაღაცა ისეთი. და აი აქ ძალიან კარგად არის მე მოცემული, აი ესე იგი პირდაპირ არის როლები, სცენარული როლი ქვია მაგას. ოღონდ ეს როლები არის არაჯანსაღი სცენარული როლები, რასაც იწვევს თითოეული ტრავმა იწვევს აი ამ სქემის მიხედვით 5 არაჯანსაღ სცენარულ როლს, სულ 25 როლია და ამ 25-ს ჩვენ ახლა გავივლით. რახან 5 ტრავმა, თითოეულს 5 აქვს, სულ არის 25 და აი ამ იმის გამომდინარე იქიდან რომელი ტრავმა აქვს მიღებული, იმ როლში ადამიანი გაჭედილი. ეხლა ეს 25 როლი შეიძლება ცხოვრებაში 25-ვე დაგჭირდეს, გააჩნია რა სიტუაციაში მოვხვდებით, ხო? იქ დედის როლი თუ იცი გადამრჩენელის თუ რაღაცა, ეხლა თუ ვიღაცა თუ იხჭობა, უნდა შეხვიდე იმ გადამრჩენელის როლში და გადაარჩინო. ეს ხო არის, ხო? რაღაც სიტუაციაში შეიძლება ჩვენ ეს 25-ვე როლი დაგჭირდეს. ოღონდ მაშინ ხარ შენ ადეკვატური. მაგრამ თუ ადამიანი ბავშვობაში ამ რომელიმე 2 როლში ან 3 როლში ან 5 როლში გაიჭედა, ის ადეკვატური კი აღარ არის. აი თუ დედის როლშია, ყველას დედაა, მარტო თავის შვილის კი არა. მთელი ნათესაობის, მთელი სამსახურში ყველა თანამშრომლის იმას მოაქვს წამალი, ის უდუღებს ყავას, ყველას, იმიტომ რომ ყველას დედა, იმიტომ რომ გაიჭედა ამ როლში, ხო?
ანუ აღარ არის ადეკვატური. ჩვენთან საქართველოში აი ამ როლში ვინც არის გაჭედილი დედის როლში ეძახიან ეს რა ყოველას მამიდაო. ხო გაგიგიათ ეგ გამოდათქვა. ხო და ერთხელ მახსენდება ძალიან სასაცილო იყო. ერთი ბიჭი იყო მოსული და ესენი რომ გავიარეთ, მითხრა რომ ქალბატონო ნინო რა არის ვიცითო დეიდა ჩემი ყოველას მამიდაო. ესეთ სასაცილო გამოდათქვა იყო რომ კარგახან ვიცინეთ რომ დეიდა ჩემი ყოველას მამიდა. ხო და არის ხო ესეთი რომ აი იჭედები რაღაც როლში და აი ამაზეა საუბარი, როცა უკვე აცნობიერებ, მუშავდება ის ტრავმა და ამ როლიდან გამოდიხარ, უკვე ადეკვატური ხარ, უკვე ის დედა ხარ, სადაც საჭიროა. თქვა ჩვენ შვილთან, ამ თქვა როცა ქმარიავად არის, კი გჭირდება ის დედის როლი რომ მოუარო და ასე შემდეგ, ადეკვატური როცაა, ხო? მაგრამ შენ თუ გაჭედე ამ როლში და გაჭედე მაშინ როცა არ არის ეს ტრავმა დამუშავებული და გაცნობიერებული და იმ როლიდან ვერ გამოდიხარ და ის გათამაშებს ასე ვთქვათ რა და აი ამაზე გვექნება ეხა საუბარი და ეს უარყოფის ტრავმა როგორც ვთქვით მუცლად ყოფნის პერიოდიდან არის სადღაც წლინახევრამდე და აი რა მაგალითიც მოიყვანეთ რომ არ არის სასურველი ბავშვი ან თქვა დაფეხმძიმდა ქალი და ფიქრობს რომ გააჩინოს თუ არ გააჩინოს როგორ არის ეს ყველაფერი ხო აი იქნება ეხა შესაბამისი პირობები რომ გააჩინოს თუ არ არის ეხა ამ ბავშვის დრო ან ნათესავი ან ქმარი ეუნება რომ მოიშორე რაღაცა და ბავშვი უკვე 2-3 თვის არის ემოციურად უკვე ყველაფერი ესმის რასაც განიცდის დედა და გარედან რა ემოცია მოდის მის მიმართ ყველაფერი ესმის აბსოლუტურად და ეს ყველაფერი უკვე მუცელშივე ბავშვმა მიიღო ეს უარყოფის ტრავმა და მუცელშივე უკვე პატარა ადგილს იკავებს რაღაცნაირად უკვე შეიკუმშა იმიტომ რომ ის უარყვეს მან იცის რომ ის ის იბადება უკვე რომ ის უარყვეს ამით ან თუ ვთქვათ მუცლად ყოფნის დროს არ იყო ესა შეიძლება მერე ვთქვათ რომ დაიბადა ბავშვი თქვათ დედა სახშია ვთქვათ არ მუშაობს რამდენიმე თვე მაგრამ სულ იმ სამსახურზე ფიქრობს რომ აი ეხა მე ჩამოვრჩები ეხა მე რო დეკრეტში ვარ იქ ძალიან ჩამოვრჩები ამ სიტუაციას ბავშვთან არ აქვს ემოციური კონტაქტი ნებისმიერ ასაკში საჭიროა ეს ემოციური კონტაქტი და ჩართულობა ბავშვთან თავისთვის არის ბავშვი სადღაც მანეშია თავისთვის ეს თავისთვის არის იქაც ბავშვი გზნობს რომ ის უარყვეს. ამ თქვა თვეების არის ბავშვი და გავიდა როგორც წესი, ახლა გადიან 6 თვის ბავშვს ტოვებენ და ვერ ცვლის დედას, ვერც ძიძა და ვერც ბებია და ვერაფერი ვერ ცვლის, ხო? ეს ვიცით, ერთი სისტემაა დედა და შვილი და გავიდა სამსახურში და ახლა ბავშვს 5 თვის და 6 თვისაც როგორ აუხსნე რომ იქ დეკრეტი დაუმთავრდა დედას. ის უარყვეს. იმან იგზნო რომ უარყვეს. მანამდე რომ მთელი დღე დედასთან იყო და ერთის ის იყო სისტემა, ეხა უცებ ძიძა შემოვიდა ვიღაც უცხო, ხო? არ ვიცი ვიღაც ბებია, ხო? არა აქვს მნიშვნელობა. ვერ აუხსნე ბავშვს, ხო? და ასე შემდეგ. ხვდებით დაახლოებით რა შეიძლება მოხდეს, ხო? და აი ეხა ვნახოთ, აბა ეს პირველი ყველაზე ადრეული უარყოფის ტრავმა რა სცენარულ არაჯანსაღ როლებს იწვევს. ჩვენ მეორენაირად ამას ნიღაბსაც ვეძახდით, სცენარული როლი ან სცენარული ნიღაბი. რატო ნიღაბი? თითქოსო ეს ნიღაბიო გაიკეთეო და ისე შეგეზარდა სახეზეო რომ ვეღარ იხსნი ამ ნიღაბსო რომ იზრდებიო და გაქვს შეწებებული ეს ნიღაბი და მე აი ამ უკვე თერაპიისთვის არის ძალიან კარგი ტექნიკა, ნიღბით თერაპიის ტექნიკა ქვია, რომ იპოვის ადამიანი თავის ნიღბებს, თავის როლებს იმას ვახატინებთ. ფერადად ფურცელზე იმ ნიღაბს ხატავს. ჭრიის მერე და მერე ეს ტექნიკა ეს ტრანსულად აიფარებს ამ ნიღაბს, შედის იმ როლში და აცნობიერებს იქ რას გძნობს რაღაცა და მერე იხსნის ამ ნიღაბს და ამბობს რომ მე არა ვარ ვთქვათ მსხვერპლი, მე ვარ ნინო და იხსნის და ესეც ძალიან ხმარება. მერე უკვე საუბრობთ რომ რა მოხდა როგორ და ძალიან ეხმარება ეს ნიღბით თერაპია ქვია ამას, საოცარი ტექნიკა და ბევრი ტექნიკებია როცა ვეხმარებით რომ გამოვიდნენ აი ამ ტრამვული როლებიდან. ხო, ნახეთ ახლა პირველი როლი, ეს არის მოჩვენება. როდესაც ეს უარყოფის ტრავმა აქვს ადამიანს მიღებული, რითი უნდა მიხვდეს რომ ეს ტრავმა აქვს, ხო? აი მოჩვენება და თითოეულ როლს აქვს გარკვეული გზავნილი სამყაროში. აი თითქოს უნდა წარმოიდგინოთ, რას ამბობს სამყაროში ეს ადამიანი. და ეს მოჩვენების როლის გზავნილი არის მე აქ არა ვარ, დამიჭირე თუ კი შეძლებ. აი მოჩვენებასავით ცხოვრობს რა. აი როგორც მოჩვენება, რაღაც ესე თავის თავში უფრო ჩაკეტილი, რაღაცნაირად აი მოჩვენებასავით. მეორე როლი არის აუტსაიდერი, ანუ ჩამორჩენილი.
და მისი გზავნილი სამყაროში არის პირდაპირ რომ არ შემამჩნიოთ ის ყველაფერს იძამს რომ შეუმჩნევლად იცხოვროს აი თუ სუფრაზე დაждდება საათღაც კუთხეში მიკუნჭული საათღაც გამოსაჩენ ადგილას არა კლასში აუცილებლად ბოლო მერხზე დაждდება რომ არ დაინახონ ხო რაღაცა იყიდის მანქანას ისეთ ნაცრისფერს ჩაიცვამს თანაცმას უფრო შავი ნაცრისფერი შეუმჩნევლია არასდროს ეგეთი ადამიანი წითელ მანქანას არ იყიდეს შეიძლება ცუდად გახდეს რომ უთხრა რომ წითელი მანქანა იყიდე იმიტომ ის ხო ძალიან შესამჩნევი იქნება ხო აი ვერ სულ ასეთ იმას რაღაცა ისეთ გააკეთებს რომ არ იყოს ძალიან შესამჩნევი ეს კამზეც ისე მორიდებულად დაждდება რაღაცნაირად რომ აი ესე გადათხლეშილად არ დაждდება ხო აი ყველაფერში ჩანს მესამე ეს არის განდეგილი ოღონდ ბრჭყალებში განდეგილი ხა რატო ბრჭყალებში გეტყვით და მისი გზავნილი სამყაროში არის მე არავინ მჭირდება. ხა რატო ბრჭყალებში განდეგილი? ნამდვილი განდეგილი არის მოსიყვარულე ის მთელი სამყაროსთვის ლოცულობს და ღმერთშემოსილია ფაქტურად ვინც მოახერხა ეს და წავიდა განდეგილად ეს უკვე იმას იმხელა სიყვარული აქვს ადამიანის რომ შეუძლია მარტო ღმერთთან იყოს და თან ყველასთვის ილოცოს ხო? აქ პირიქით არის და იმიტომ ბრჭყალებში განდეგილი რომ ეს რო უარყვეს, აი ეს წავიდა ეს ყველაფერი არის დაცვის მექანიზმები, აი ეს როლები, რასაც ეხლა ვსაუბრობ, ეს დაცვის მექანიზმი, ოღონდ არაჯანსაღი დაცვის მექანიზმი, არაჯანსაღი. ეს ნახეთ ის რო უარყვეს, ეს როგორ დაცვაში წავიდა, რომ თქვენ უარ მყავით, არც მე არ მჭირდებით და მისი მესიჯია, მე არავინ მჭირდება. განდეგილი ვარ, ჩემთვის ვარ, არც მეგობარი მინდა არა. შეიძლება საერთოდ არ ყავდეს მეგობარი, შეიძლება ერთი ყავდეს. არ მჭირდებით რა მე თვითონაც ოღონდ ეს არაჯანსაღია ეს დაცვის მექანიზმია გესმით იმიტომ აი განდეგილი ბრჭყალებში შემდეგი თან თქვენ გაგახსენდებათ აუცილებლად ვიღაცა კლასელი ვიღაცა ნათესავი აუცილებლად გაგახსენდებათ საკუთარი თავი საკუთარი თავი ხო და მეოთხე როლი ეს არის ფილოსოფოსი და ძალიან ხშირია ხოლმე რომ ეხა ეს ცოდნა ხო არა აქვთ ადამიანებს მithumetes სკოლაში ბავშვებს ძალიან ხშირია რომ აი ზუსტად აქ რა სახელებიც არის დასახელებული იმას ეძახიან ხოლმე. აი ხა შემდეგი როლი არის ფილოსოფოსი და ძალიან ხშირად ესეთ ადამიანებს ფილოსოფოსას ეძახიან ხოლმე. აი პირდაპირ სამყარო უჟღერებს, რომ ის ამ როლშია გაჭედილი. ძალიან ხშირად იმ ვიღაცას მამიდას ან ყველას დედიკოს ეძახიან, ან ყველას მამიდას ეძახიან. ხო აი პირდაპირ სამყარო უჟღერებს ამას რა, მაგრამ როცა ის არის ადამიანი არ სვამს ამ კითხვებს, ვერც აცნობიერებს, რომ ეს მთელი სამყარო ამას ეუბნება რომ რა შვები კაცო გამოდი ამ როლიდან რა ხო მაგრამ ვერაცნობიერებს ხო აი ფილოსოფოსი მისი მესიჯია რა მნიშვნელობა მისი გზავნილი სამყაროში არის ასეთი რა მნიშვნელობა აქვს რისთვის არის ეს ყველაფერი ნახე თითქოს ხო კითხვებს სვამს მაგრამ ზედმეტ კითხვებს და ზედმეტად უკირკიტებს იმიტომ იძახიან რომ ფილოსოფოსა კი ხო აი ეს არის აბსოლუტურად ზედმეტი და აუ მოვიდა ეხლა ეს და დაიწყე ფილოსოფიას. აუ ზედმეტს ხო? აი რაც აღარ არის უკვე საჭირო და რაღაცა აი თითქოს ამითი რაღაცა სამტკიცებს და ხო არაჯანსაღად აბსოლუტურად და მეხუთე ბოლო როლი ბერი ეს აქაც ბერი არის ბრჭყალებში როგორც განდეგილი იყო ბრჭყალებში და ეხლა რატო? მისი გზავნილი სამყაროში არის ესეთი მე ვფიქრობ მშვენიერებაზე თქვენ კი ამაოებაზე დროებითზე ზემოდან უყურებს ხალხს რომ და ბრჭყალებში ბერი იმიტომ რომ ნამდვილი ბერი უნდა იყოს თავმდაბალი ყველას მსახურებაში უნდა იყოს ზემოდან თუ შეკრება იზრა ბერია ხო და აი აქ ეს არის ბრჭყალებში ბერი რომ ის ცალკეა თავისი გავისეა ოღონდ ხალხს ზემოდან უყურებს რომ მე ვფიქრობ მოგანოება ხო თქვენ მოგანოება ხო ისა ქალბატონო რამდენად შესაძლებელია რომ ეს უარყოფითის ტრამა აი ამ უარყოფის ტრამაში ეს 5 როლიდან 4 5 მეკონდეს 2 კონდეს უთქვამთ შენთვის რომ აი 2 მაქვს ანუ შესაძლებელი როგორ არა რა თქმა უნდა შეიძლება 3-ც კი ბატონო იმიტომ რომ ეს ერთი ის არის ერთი ხასიათის აი ეს 5 ახლა აი ამ პირველი ტრამვის უკვე ვთქვით, აქედან თქვენ რომელიმე ხო არ გეცნოთ მოჩვენება, აუთსაიდერი, განდეგილი, ფილოსოფოსი და ბერი. 5-ვე მეცნო. გეცნო საკუთარ თავზე. საკუთარ არა, მე საკუთარ თავზე გეკითხებს. შეიძლება ეს ტრავმა თქვენ არა გაქვს და აქედან არც ერთი არ გეცნოთ. და სხვა ტრავმებიდან დამერწმუნეთ რომ გეცნოთ. აქედან ეს რომელიც ეს მოუყვები უცებ. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე ბიშოვის სამსახური და გამიშვეს პირველივე პრესკონფერენციაზე დავისწარი შალვა ნათლაშვილის პრესკონფერენციას
ლეხანოვზე. დიდი დარბაზი ქონდა და შევედი უამრავი ჟურნალისტი, მაშინ ბევრი ჟურნალისტი ესწრებოდა მის პრესკონფერენციებს, ვინმე რო არ შემამჩნიოს ამ უზარმაზარი დარბაზის სულ ბოლოში დავდიგი. ხო და შემოვიდა შალონაცერშვილი და უცებ ჩაქრა შუქი. თურმე ჩამრთველი სადაც იყო, იმას მივეყუდე და ხო არ მინდოდა რომ ვინმე შემემხედა. და ყველამ შეგამჩნია. ყველამ მე შემომხედა და მეთქი გასკდეს ეხლა და და როგორც წესი ეგრე ხდება ხოლმე, რო არ უნდათ რომ მე ყველა ამჩნევს და. მე შარომ რაღაცა იქ იხუმრა, ოპერატორებმა გამაძღეს, იმიტომ რომ ბალანსი აერია და საშინელება იყო. აი ეგ ტრავმაა ჩემ ცხოვრებაში. ხო, შესაძლოა არის შენთან რაღაცა ეს აუთსაიდერის, რომ არ შემამჩნიოთ, აი აუთსაიდერის როლი და მე ამ ეს ტრავმა რო აქვს ადამიანს გაუცნობიერებლად ქმნის ისეთ სიტუაციებს, სადაც მას უარყოფენ. გაუცნობიერებლად. გესმის, აი შენ ახლა ეგ სიტუაცია შექმენი. რომ საყვედური გითხრეს ეს რა ქენი აგვირიე, ის რო ჩააქრე ხო რაღაცა. ოღონდ ამას გაუცნობიერებლად აკეთებს. აი უარყოფის ტრავმა რო აქვს, ზუსტად ქმნის იმ სიტუაციებს, რომ უარყონ. ეს ტრავმა აზიანებს, აი პირდაპირ არყევს ჩვენ საბაზისო უფლებას სიცოცხლეზე. ესენი ისე ცხოვრობენ, თითქოს არ აქვთ სიცოცხლის უფლება. აი ეს არის ყველაზე ცუდი, რასაც ეს ტრავმა აკეთებს. აი საბაზისო უფლებაა ეს ჩვენი სიცოცხლეზე. ამათ ეს შერყეული აქვთ. უფლება სიცოცხლეზე და ისე ცხოვრობენ, თითქოს ამის უფლება არ აქვთ რა. აი ვერ იმეტებენ თავისთვის რაღაცას. შეუმჩნევლად რაღაცა, ვერ შეირგებენ, ვერ დატკბებიან ამ ცხოვრებას. და არ აქვთ სიცოცხლის უფლება. აი ეს არის ქვეცნობიერში. აი ეს არის შერყეული. ერთი ასეთი კითხვა დამება და აუცილებლად ვემხრობი, რომ როგორც მამა, ისე დედა უნდა მუშაობდეს. აქ თქვენ რაც თქვით, რომ 6 თვეში რო გადის დედა, პროტესტი შეიძლება გაუჩნდეს, აბა რა ვქნა, უნდა ვიმუშაო. და ბავშვი გამოდის უარყოფით, როცა დედა გადის. უარყოფის ტრავმას იღებს, რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება რომ გამოასწოროს, რომ არ დაიტრამოს სიტყვაზე, მაგის აი, მაინც დაიტრამება. თუ 6 თვის ასაკში გავიდა, აი, რაც არ უნდა ქნას დედამ ტრავმა მიიღო ბავშვმა, იმიტომ რომ ვერ უხსნე იმას, რომ ის სამსახურში წავიდა. ის აღარ არის, იყო და აღარ არის. როცა ერთი სხეული იყო, ერთი ორგანიზმი იყო. ამიტომ წლამდე აუცილებლად აი განუყრელად ბავშვთან უნდა იყოს. და მე ეს ტრავმის ზომა იკლებს თუ ანუ აცნობიერებს ბავშვი რომ უკვე სხვა საჭიროებებიც არის და შეიძლება დედა დაშორდეს რაღაცა დროით. იცით რა, მე უკვე იმ უარყოფის ტრავმას სავარაუდოდ აღარ მიიღებს. 1 წლის მერე. რა თქმა უნდა, ან უფრო ნაკლებად გაცილებით, ვიდრე იმას აქვს. გაცილებით, ძუძუზე რო ყავს. ხო, სხვა ძუძუზე ყავს, წარმოიდგინე და იწველიან და იმას ტოვებენ და მე იმას აჭმევენ ბავშვს, ნუ ძალიან ის არის რა. ეხა მეორე, უკვე რა თქმა უნდა, ასაკი სხვა არის, ეს არის უკვე დაბადებიდან 3 წლამდე, შემდეგი ტრავმა, რომელსაც ქვია ორალური ტრავმა და ამას იწვევს დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები, ოღონდ აქ ორი ვარიანტია, ან ზედმეტად დაუკმაყოფილეს ბავშვს და ჯერ ნათქვამი არ აქვს და უკვე ყველაფერი შესრულებული აქვს და ყველაფერი გამზადებული აქვს, ან არ აინტერესებს არავის ის ბავშვი, ვის ახსოვს ის ბავშვი, აქვს მოთხოვნილებები და ვერ იკმაყოფილებს და აქ ძალიან საინტერესოა ეს როლები, რას იწვევს, რა თქმა უნდა, ნახეთ, ეს როლები სხვადასხვა იქნება, როცა ზედმეტად დაუკმაყოფილეს და გაათამამეს და ფუფუნებაში აცხოვრეს და ხელი არ გაანძრევიეს, რა თქმა უნდა, როლი სულ სხვა იქნება და როცა ვერ დაიკმაყოფილა, სულ სხვა, ხო, სულ სხვა ხასიათის როლი და ეს აქ ძალიან კარგად ჩანს. პირველი არის ობოლი. ეს რომელი იქნება, აბა? ეს ვისაც არ დაუკმაყოფილეს. ვისაც არ დაუკმაყოფილეს. ის ბავშვობიდან შეეჩვია, შევიდა ობლის როლში და ნახეთ როგორი ის გზავნილი აქვს. მე არავის ვჭირდები, ჩემზე არავინ იზრუნებს. იქნებ შენ იზრუნო ჩემზე. მივა ვიღაცასთან, მეზობელთან, ნათესავთან მიეკედლება ან ბებიასთან, რომ აი არცალია ჩემთვის არავის და ბებო იქნებ შენ მაჭამო, ან იქნებ შენ მეთამაშო. ხო, აი სულ ეს აქვს, რომ ჩემზე აი და იქნებ შენ იზრუნო. ობლის როლი, ხო? მაგრამ ამ ობლის როლს ისე ეჩვევა მე რომ აღარ რო იზრდება, აღარ ჭირდება ეს ობლის როლი, მაგრამ ქმართანაც ობოლია, შვილთანაც ობოლია, ნათესავთან, დაქალთან, მეზობელთან, ნათესავთან, იმიტომ რომ ვერ იხსნის ამ ნიღაბს. შეეზარდა, იმიტომ რომ არა აქვს ეს გაცნობიერებული, ხო? და როგორც კი გააცნობიერებს, რა თქმა უნდა, შეიძლება აქედან გამოსვლა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ
მოსახლეობის 98% კვდება ამ როლებით, გაუცნობიერებლად. სადღაც 1-2%-ია, ვისაც უნდა რომ აქედან გათავისუფლდეს და გააცნობიეროს. აი, გაიხედეთ გარშემო და მე გვინდა მეთანხმები. თვითონ სპეციალისტები ხვდებით, რომ ეგ ტრამვა გაქვთ და აცნობიერებთ, რომ თვითონ სპეციალისტებს ჩვენ ხო პირადი თერაპია გავლილი გვაქვს და ეს ყველაფერი ხო გავლილი გვაქვს. ჩვენ არა გვაქვს უფლება ისე სხვასთან ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, პირადი თერაპია ჩვენ თუ არ გავიარეთ, ისე არა გვაქვს უფლება რომ სხვასთან ვიმუშაოთ. და ნახეთ ობლის როლი, რომელიც არაადეკვატურად საერთოდ რო აღარ ჭირდება იმ ქმართანაც ობოლია, ყველგან ობოლია, ხო? შემდეგი, ნებიერა, ეს არის უკვე როცა გაათამამეს. ზამზარეული როა. ზამზარეული, რაღაცა, შვილო ოღონჯენ თქვი და გაჩდება ყველაფერი, ხო? ნებიერა, ანუ გათამამებული როლს ესე ქვია და მესიჯი. ნახეთ, აი ძალიან სახიფათო მესიჯია. დაუყოვნებლივ იზრუნეთ ჩემზე. უკვე ითხოვს ეს, იმიტომ რომ შეეჩვია ბავშვობიდან. ეგრევე ქონდა ყველაფერი და რო იზრდება, ვერ გამოდის ამ როლიდან. და ეხლა წარმოიდგინე ეგეთი ცოლი რო ყავდეს, რომ აი მე ეხლა მინდა რაღაცა ქურქი ან ჩექმა და დაუყოვნებლივ უნდა ვიყიდო, რომ დაგიბრახუნოს ხელი. აი ვინაიტანს ოქროს თევზები მინდა. ხო, ანუ ხო წარმოუდგეთ, ძალიან რთულია, ხო? მაგრამ მისთვის ეს ჩვეულებრივია, იმიტომ რომ ამას არის ეს ისწავლა ოჯახში და ამას შეეჩვია და არც ესმის სხვანაირად როგორ უნდა ვერ იცხოვროს. წხვდება, ხო? ვერა. ხო? ისანდაზე მაგაზე შეჩვევს ნუ მიაჩვევ და მიუჩვევს ნუ რა თქმა უნდა, იქ მაგ თემაზეა და ხო და ამიტომ ტყილა კი არ არის რომ ის თქვათ ჩვენ ურთიერთობაში მე ვეღარ ვაწყობთ ურთიერთობებს, ის ქმარი თავის ტრავმებშია გაჭედილი, ეს თუ ცოლი თავის ის იქიდან არ გამოდის, ეს აქედან აი როგორ უნდა აისახება ბავშვს. რა თქმა უნდა, ბავშვებზე ყველაფერია, დედისაც, მამისაც და ბებისაც და პაპუისაც კიდე. ბავშვებზე ყველაფერი აისახება. კი. ხო, შემდეგი არის, ესე იგი, მესამე, მეოთხე და მეხუთე როლები. ამ როლებს ეძახიან კომპენსატორულ როლებს. რას ნიშნავს ახლა კომპენსატორული? რაც ბავშვობაში დააკლდა, იმას თვითონ უკეთებს სხვა ადამიანს. ანუ რაც თვითონ დააკლდა, სხვა ადამიანს უკეთებს და ამითი აკეთებს თავისი ტრავმის კომპენსაციას. ეს როლებია დედიკო, ფერია და გადამრჩენელი. მე მაგალითად ძალიან გაჭედილი ვიყავი ფერიის როლში და გადამრჩენელი იყოს ბუნებრივია. არა, ეს ყველაზე აქ რასაც ვამბობ, ქალიც კაციც. უბრალოდ დედიკო ძალიან კარგად ასახავს შინაარსით, რომ დედიკო ეს არის მზრუნველი, თორე კაციც შეიძლება იყოს დედიკოს როლში, რატო არა? ყველაზე რო ეს პატრონობს და მთელი მისი ხელფასი რომ მთელი ნათესავი დაპურებული ყავს და მთელი ყველაფერი, ხო? ეს დედიკოს როლია, მე რა რო კაცია, უბრალოდ დედიკო ქალი ხო არქეტიპულად არის დედა. ინსტინქტით და კაცი ინსტინქტით არის მებრძოლი, მეომარი და აი ეს დედის არქეტიპი რა არის, ზრუნვის არქეტიპი, უპირობო მიღების და ამიტომ დაარქვეს როლს დედიკო, თორე აქ სქესეს არ გამოხატავს, რა თქმა უნდა. კაცი შეიძლება გაგახსენდებათ ეგეთი კაცები. ყველაზე როგორ პატრონობს და როგორც წესი ბიზნესმენებიც არიან, ან ექიმები არიან და ყველას ხო, აი რაღაცა ეგეთი, ხო. დედიკოებო კამერები გვჭირდება ბიზნესმენებს. დედიკოს როლში გაჭედილი ბიზნესმენები. ხო, აი დედიკო, ფერია და გადამრჩენელი. მე მაგალითად ძალიან ვიყავი ამ ფერიის როლში. და გეტყვით მაგას. დედიკოს გზავნილი სამყაროში არის ესეთი დედიკო ყველაზე იზრუნებს. ანუ მე ყველაზე ვიზრუნებ, ყველაზე. მე მოვიცავ ყველას, მე ყველას დედა ვარ. დედიკო ყველაზე იზრუნებს. და ეს პირდაპირ ჩანს ხოლმე რა და სხვა შორის არც ისე იოლია ამ როლიდან გამოსვლა თუ გააცნობიერა ადამიანმა და იარა ფსიქოთერაპიაზე ან თვითონ გააცნობიერა, წაიკითხა ლიტერატურა და მოусმინა ვიდეო, ძალიან ხშირად ესეც არის და მივიდა სამსახურში და უცბად ყველას აღარ უსხამს ჩაის და ყავას, იმათ ისეთი პრეტენზიები ექნებათ და ვიღაცას ეწყინება, ვიღაცა ის შეიძლება დაკარგო მეგობარი, იმიტომ რომ მეგობარი შეჩვეულია რომ შენ აღვიძებ ყოველდილას აღვიძარის ნაცვლად ურეკავ და აღვიძებ და როგორ კაცო არ დამირეკე, ჩამეძინა და გამიფუჭდა საქმე. უკვე აქეთ საყვედურს ანუ შეიძლება მეგობარი დაკარგო, ვიღაცა გაანაწყენო, მაგრამ ეს გარდაუვალია. შეიძლება იმ წუთას ეს მტკივნეულია, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან სასარგებლო იქნება, იმიტომ რომ შენ იქნები ადეკვატური. ერთ როლში გაჭედილი კი არა, დედის როლში მარტო მაშინ იქნები, როცა დაგჭირდება და დანარჩენი იქნები ის რაც ხარ. ადეკვატური. ანუ შენი ნაღდი რაც ახარ, შენ ის იქნები.
მაგრამ თვითონ ადამიანსაც უჭირს ამ როლიდან გამოსვლა, იმიტომ რომ ნარკოტიკივით არის, იქიდან იღებს სიამოვნებას. აბა რა ვქნა თუ აღარ ვიზრუნე, საქმე აღარა მაქვს. აბა რა, ესე იგი ჯერ ისიც ხვარი რომ საზოგადოება ვერ იღებს ამას და გთხოვს რომ ისევ დაბრუნდა იმ როლში, ხო? გთხოვს პირდაპირ და კარგა ვიღაცაა. გთხოვს ერთია და საზოგადოება ასე მგონია რომ უკვე მოცემულობად აღიქვამს. მოცემულობად აღიქვამს და აწყობს ეს იმ საზოგადოებას. ერთია და ამას არც გიფასებს. რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი ამბავი გონია. არც გიფასებს. აი ხო პირობითად დედიკო ვარ მე და დაგისხით ჩაი, არც შეიმჩნეთ, მაგრამ მიშო არ არის დედიკო და დაგისხათ ჩაი და მიშოს მადლობა მიშო. მადლობა მიშო რომ შეიდამის. კი, ეგრეა. და როგორც წესია ეს დედიკოები და ეს ფერიები და გადამრჩენლები, ეს სამი კომპენსატორული როლი, როგორც წესი არღვევენ სიკეთის კეთების კანონებს. და ბოდი ბარემ უცბად ამასაც ვიტყვი, რომ პირველი კანონი ჟღერს ესე, რომ თუ არ გთხოვენ, არ დაეხმარო არავის, უნდა იმან აიღოს პასუხისმგებლობა და გთხოვოს, ხო? ახლა თუ მათხოვარი არ არის, მათხოვარი პირდაპირ როზის ითხოვს, ხო? იქ სხვა თემაა. გთხოვს, არა, ის სხვა თემაა, მაგრამ დანარჩენი ესენი ეს როლები, დედიკო, ფერია და გადამრჩენელი არ ელოდებიან არავის, რომ იმან ითხოვოს დახმარება. ეგრევე თავით გადაეშვებიან. ანუ პირველ კანონს ყველა ვარიანტში არღვევენ. და მე ვფიქრობ მეორე კანონსაც და ნახეთ როგორ ჟღერს ახლა სიკეთის კეთების მეორე კანონი, რომ თუ გთხოვა აიღო პასუხისმგებლობა, მოვიდა და გთხოვა ადამიანმა დახმარება, მაშინვე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეხმარო, კარგად უნდა მოიფიქრო, ეს მართლა შენი დასახმარებელია, თუ ის თავის პასუხისმგებლობას შენ გკიდებს. და როგორც წესი შენ გკიდებს, თუ ესეა, უბრუნებ უკან პასუხისმგებლობას იმ ადამიანს და ეუბნები, რომ მე ახლა შემიძლია ამის გაკეთება, მაგრამ არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს შენი გასაკეთებელია. შვილებთან ძალიან უჭირთ ქართველ დედებს ეგა, რომ აი ეს შენი ასალაგებელია და მე არ აგილაგებ, მაგრამ მე ვერ ითმენს და მაინც ულაგებს, ვერ ითმენს და ჩანთას მაინც შაულაგებს, ვერ ითმენს და ტანსაცმელს მაინც თვითონ დაუდებს მეორე. არა, ის მისი პასუხისმგებლობა. კი, ის მოვიდა გთხოვა, რომ აუ დედა რა მოდი რა და ხალხისა და ჩანთა ჩამილაგე რა მეზარებ. უნდა უთხრა, რომ მე მაქვს ახლა 5 წუთი რომ ჩანთა ჩაგილაგო, მაგრამ ეს შენი გასაკეთებელია და უნდა მოეფერო აკოცო, კი არ უნდა უთხრა რომ შეუძლებელო და რაღაც. არა. მაგრამ ვინ აკეთებს ამას? ოღონდ მოიშოროს ის და რაღაცა, ხო? ძირთაც კომპრომისზე მივდივართ საკუთარ სინდისთან ხოლმე რა და სინდისი გვეუბნება რომ არ გინდა ეხლა რა ეს აფუჭებ ამითი შვილს, მაგრამ ოღონდ მოიშორო, ოღონდ არ იყოს კონფლიქტი და აი აკეთებ, ხო? ძირთაც ეს. ბავშვიც კაი ხასიათზე რო იყოს. ხო, და ბავშვიც კაი ხასიათზე რო იყოს. გუშინ წამოხდა მარიკა, სანდრო ფეხსაცმელებს დაჯექი მეთქი მან და გაწმინდოს თვითონ. აი, რაში ეხმარება მამა? აი, ძალიან კაი მაგალითია. ძალიან კაი მაგალითია, დედას უჭირს ეს ჭიპლარის გადაჭრა და მამა ეხმარება, რომ დედასთან გადაჭრას ჭიპლარი. აი, ცოცხალი მაგალითია. აი, სურამში რო ჩავალთ ხოლმე, თქვათ ხანდახან წყალი არ მოდის და წყალი ამოსატანე და ავიღებ და ჭურჭელს რაღაცას მივდივარ დედა გოგი ბავშვს ნუ უშვებ წყალზე. ხო. რა ბავშვია, დედა 40 წლის. ხო, მამა ჩემო, წავიდეს. აი, მამა ჩემს არა აქ, მაგრამ აი დედას აი, მამის პოზიცია და როგორ ჭირდება მამა ბავშვს. აი, სად არის მამის მე რა მგონია იცით ქალბატონო, აი სანდროს არ ვაქვს, მაგრამ ზოგადად გინდა ბავშვი ქალი და კაცი ბავშვი, მოკლედ კაცი ცოლს რომ მოიყვანს, ესე გაზრდილი რომ დედა უწმენს ფეხსაცმელს, მერე ცოლს მოსთხოვს ფეხსაცმელს. რა თქმა აუცილებლად. ყველა ვარიანტში მოსთხოვს. ყველა ვარიანტში. აბა რა ამას არის შეჩვეული, ეს ისწავლა სახში. აბა ვის მერე ცოლი არ გაუწმენს, შეიძლება არ არის ცოლი შეჩვეული ეგეთ აღზრდას და წარმოიშვება კონფლიქტი. შეიძლება ფეხსაცმლის გამო ისეთი კონფლიქტი მოხდეს, რომ აი დაინგრეს ყველაფერი. რა თქმა უნდა. ცოლია არ მოყავს კაცი, იმის რომ ფეხსაცმელები უწმინდოს რა. ნამდვილად. ნუ გემრიელი საჭიროება გაკეთოს კიდე ხო? რატომ ისე გემრიელი საჭიროება გაკეთე ჩემო ვიშო? იცი რა, ორი ადამიანის, ქალის და კაცის ერთად ყოფნის მთავარი აზრი ის არის, რომ ეს ადამიანები ერთმანეთის გვერდით უკეთესები უნდა გახდნენ და ამაში ეხმარებიან ერთმანეთს, უნდა უხაროდეთ ის ცხოვრების გზა ერთად გაიარონ, იმიტომ რომ ის ამის გვერდით უკეთესია და ესეც იმის გვერდით და უხარიათ ეს. ის კი არა რომ პირიქით დამცირება. ისე კი არ გაიგოს ვიღაცამ რომ ფეხსაცმლის ვის ცოლი ვინც ფეხსაცმელს წვენს ვაკნინებ. თუ ეს არის ურთიერთშეთანხმებით და რა თქმა უნდა. სურვილით აბსოლუტურად ყველაფერზე შეთანხმება შეიძლება. აი აბსოლუტურად ყველა თემაზე და კარგია ეს თემა რომ წამოჭერი. შეიძლება სულად შეთანხმდა ის ცოლ-ქმარი იმაზე რომ აი შენ ხანდახან დარეცხე თებშები რომ მე ძალიან არ მომბესდეს და მე ხანდახან გავწმინდავ შენ ფეხსა. რატომაც არა? გავწმინდავ სიამოვნებით
სიტყველი შეთანხმებაც არ იყოს და ეს არ რაღაც შეურაცხყოფელი არ იყოს, მაგრამ ის რომ იმპერატიულად რომ ადექალო გაწმინდა, ეგრე ბოდიში. ხო, რა თქმა უნდა, კი ბატონო და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ადამიანსაც უჭერს იქიდან გამოსვლა უკვე ნარკოტიკივით აქვს ის. იმითი ცხოვრობს, იმითი იღებს მთავარ სიამოვნებას. ძალიან ეს იგი რა არის იცით ეს ცვლილებები ყოველთვის არ არის სასიამოვნო, მაგრამ ყოველთვის სასარგებლოა. ეს უნდა ვიცოდეთ რა. არა უშავს რაღაცა პერიოდი. კინეული არ არის სასიამოვნო, მაგრამ ყოველთვის სასარგებლოა და ეს უნდა გვახსოვდეს და ასევე ვერ იღებს ამას საზოგადოება, ხო? ეს დედიკოს როლი ვთქვით, ზრუნვა, ფერიის როლი. ნახეთ, ფერიას აქვს ძალიან საინტერესო გზავნილი. ვის უნდა სასწაული? რიგში ჩადექით ყველას დაგეხმაროთ. აი, გენიალური გზავნილი აქვს და აი მაგროლში ვიყავი მე ძალიან გაჭედილი. ძლივს გამოვედი, ესე იგი წლები მე მგონი დამჭირდა რომ აქედან გავუსულიყავ, იმ ხელას სიამოვნებას ვიღებდი აქედან. მართლა ნარკოტიკივით არის. კი, რომ აი მე ისეთ რამეს მოგიგვარა. არის ძალიან სასიამოვნო. აი ზოგჯერ მეკითხებიან ხოლმე რომ რა განსხვავებაა, იგივე არ არის ფერია და დედიკო? არ არის, სულ სხვადასხვა რაღაცაა. დედიკოსთან წამყვანია ზრუნვა და ეს გზავნილში ჩანს რომ დედიკო ყველაზე იზრუნებს და ფერიასთან ნახეთ რა არის წამყვანი, ვის უნდა სასწაული. ის ისეთ რაღაცას მოგიგვარებს რომ ვერავინ რო ვერ გააკეთებს. ფერია, სურპრიზიც მათ შორის. აი ფერია საჭირო რომ აიქნიოს ის ჯადოსნური ჯოხი. ჯადოსნური ჯოხი ხო ფერიას აქვს, დედიკოს კი არა. დედიკო უბრალოდ იზრუნებს, ხო? მაგრამ აქ სასწაულები ხდება. ეს ისეთ რაღაცას გააკეთებს, რომ აი, არ ვიცი. მოგვევლინა ფერია და მოგვიგვარა ყველაფერი, ხო? ანუ ეს ძალიან ისეთი როლია, მომხიბვლელი და ადამიანს ეს უმაღლებს თვით შეფასებას, მაგრამ ეს ყველაფერი არაჯანსაღია. არ უნდა დაგჭირდეს შენ ამ გზით თვით შეფასების ამაღლება, ხო? შენ ისედაც უნდა იცოდე, რომ კარგი ხარ და ღმერთის ხატი და მსგავსი ხარ. რაღაც გინდა ეს თვით შეფასება, მაგრამ ეს ხო ყველაფერი ტრამბულია. ამ ფერიულ სასწაულებზე სხვებსაც უყვებიან, რომ იმათგანაც მიიღონ რა მაგარი ხარ. შენს მეტი ხო ამას ვერავინ აი შენ ხარ, შენ რო არ ყავდე ჩვენ სამეგობროში, ხო დავიღუპებოდით. ვერც ბილეთს ვიჟოვიდით, ვერცად ვერ წავიდო. ამაცა, ხო? აი ეგ, რა თქმა უნდა და მე აბა როგორია აბა ამ როლიდან გამოსვლა და იყავი ის რაც ხარ. და ისედაც შენ უნდა იცოდე რომ კარგი ხარ. არ გჭირდება არც ფერიობა და არც არავის ზრუნვა რომ გაღიარონ რომ კარგი ხარ, ხო? და ბოლო გადამრჩენელი მხსნელი. ამ ტრამვის ბოლო როლი მხსნელი გადამრჩენელი. და ასეთი გზავნილია მე შენ გადაგარჩენ. მე დავრჩები მოკრძალებულ და უცნობ გმირად ზოროს ნიღაბში. ეს რატოა, იცით, ძალიან ხშირად არის, რომ ეს ადამიანები არც ამჟღავნებენ თავის სახელს, ისე აკეთებენ რაღაცის გადარჩენას. მაგრამ ყოველთვის ესე არ არის. მთავარი მესიჯი, მთავარი მაინც ამათი არის ის, რომ მე შენ გადაგარჩენ და აი პირდაპირ ეძებენ სიტუაციებს, რომ ვიღაცა გადაარჩინონ და თუ ეს სცენარი აქვს, მაგალითად გოგონას, ხო? აუცილებლად მოიზიდავს შეყვარებულს, ან ლოდს, ან ნარკომანს, ან მოთამაშეს, რომ ის უნდა გადაარჩინოს თავისი სიყვარულით. და ეს უნდა გამოასწოროს. და უამრავი ახლა მე ამდენი წელია ვმუშაობ, 23 წელია უკვე ვმუშაობ ადამიანებთან. იცით რამდენი შემთხვევა მომისმენია, რომ გოგოს ასე დაუწყია ბიჭთან ურთიერთობა და თვითონ განარკომანდა, გახდა მომხმარებელი. თვითონ. არა და მისი ხო გადარჩენა ამ ბიჭის თავიდან, მაგრამ მე იმან გაასინჯა ის პლანი მოაწევი, ამას მოეწონა და მე გაჩნდა დამოკიდებული. ძალიან ბევრი შემთხვევაა. აი ვერც წარმოიდგენთ იმდენ, მაგრამ თავიდან იყო გადარჩენა ამ ბიჭის, მეტი არაფერი. ეს უნდოდა. მაგრამ რა თქმა უნდა არ გამოვა ვინვის გადაარჩენს, ესე იოლი კი არ არის. მთელი ფსიქოთერაპია ჭირდება, რომ რაღაცა დამოკიდებულებისგან გამოიყვანო ადამიანი და ყველაზე ხანგრძლივი ფსიქოთერაპია მაგათ ჭირდება. ეგ 2 და 3 მოსვლა არ ყოფნა. ეხლა შენ ჯერ ესეთი ცოლი არ უნდა შევიდეს ფსიქოთერაპევტის როლში, ეს ანგრევს ურთიერთობას. დავიწყოთ აქედან და კაი რომ შედვიდეს არაფერი შედეგი არ ექნება. ვინს გადაარჩენ, ვის ხო და ასევე ბიჭები ხშირად მქონია შემთხვევა რომ მოსულან და აი სამი შეყვარებული ყავდა, სამივე დეპრესიული, უმამო, საშინელი ბავშვობის ტრამვებით და ამან უნდა გადაარჩინოს და ამაში ხედავს აზრს.
და აი უხარია რომ აი ჩემ შეყვარებულს მამა რო არ ყავდა მე გაუწევ მამობას მე გადავარჩენ და რა მამობას და თაობებს აწყელი იწევლის მერე რომ ეს ვის გადავეკიდე და მომეხმარეთ რომ დავიხსნა თავი ამ გოგოსგან ვერავის ვერაფერს საჯერზეთი არც აქვს ეს ფსიქოთერაპიული ცოდნა და რანაირად აბა ერთი შემთხვევა მქონდა ეს ახლა ცოდნაზე გამახსენდა რომ ქართველი ბიჭი მოვიდა და ეს გამიკვირდა, იმიტომ რომ არ არის ხშირი ესეთი რაღაცა, ქართველს რაღაცა უფრო აქვს ეს ღირსების ცნობა რაღაცნაირად, ხო? და აღმოჩნდა რა, რომ ყავდა რუსი შეყვარებული, რომელიც ცემდა ამ ბიჭს. საინტერესო რამეა. ხო და ეს ითმენდა და რატო ითმენ მეთქი და მეო მაგასო ესე იგი მოძალადე მამა ყავდაო მითხრა რომელიც ბავშვობაში დედაზე ძალადობდა, ეს ტრამვა აქო და ეხლა ის მამას რო არ რა თქმა უნდა თუ არ აპატიებ მშობელს, შენ ციგივეს გაიმეორებ, ეგ ფსიქოლოგიური კანონია და ეხლა ის მამის იმას იმეორებსო და მე მგონია რომ მე მოვეხმარები ამის განკურნებაში, აი ჩემთან რომ ამას დაიკმაყოფილებსო, ქანიკურნება ამ ტრამვისგან. გესმით? აი როგორ შეცდომაში იყო შესული. და ასისხლიანებდა ის გოგო. კი. აი ხო წარმოუდგენელია. ხო და არ ვიცი, აი ისეთ შეცდომაში შეიძლება შევიდეს ადამიანი, როცა ეს ელემენტარული ფსიქოლოგიური ცოდნა მართლა ყველას უნდა კონდეს რა, რომ იმას დარწმუნებული იყო, რომ ამითი იმის ტრამვას განკურნავდა. ამ დროს ნუ აი სრული აბსურდია, ხო? მაგრამ იმას ესე ჯეროდა. ამიტომ აი სკოლაშიც, უმაღლესშიც ეს ელემენტარულ დონეზე მაინც აუცილებელია აი რაღაცა ელემენტარული ფსიქოლოგიური განათლების მიღება, რომ თუნდაც შვილი არ დააზიანო, შენ თავს თუ გადადე და შენ თავი აღარ გაინტერესებს, თუნდაც შვილი რო არ დააზიანო, ხო? კარგი. ესე იგი, აქედან აბა მეორე ტრამვიდან რომელიმე როლი ხომ არ გეცნოთ მეგობრებო? კი, ბევრი. და გასწავ რატომ ეცნო, შეიძლება რაღაც ბუკეტი გქონდეს ადამიანს. ხო, აი კი, როგორ არა, შეიძლება ამ 5-დან 2 და 3 ტრამვაც გქონდეს მიღებული, 5-ვეც გქონდეს, მაგრამ ერთი ხო ყველას გვაქვს ამ 5 ტრამვიდან მიღებული. ეგეთი ადამიანი არ დადის დედამიწაზე. ახლა იდეალური მშობელი ვის ყავს? არ არის არსად იდეალური ადამიანი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ყველა დაზიანებულები ვართ, ხო? რა თქმა უნდა. მე მაგალითად აი ძალიან ვიყავი ამ ფერიის როლში. ამ ფერიის როლმა ძალიან დამაზიანა, იმიტომ რომ მართლა ზედმეტად ვეხმარებოდი და მე ზუსტად ის ადამიანი მომექცა ძალიან ცუდად, ვისაც გადავყევი. ყველაზე დიდი საშინელება. და ეგ როგორ წესი ეგრე ხდება. იმიტომ რომ არ ღვევი სიკეთის კეთების კანონებს. სიკეთის კეთების კანონებს რო არ ღვევი, ის აუცილებლად ზუსტად ის გადაგივლის, ვისაც გადაყვები. ვისაც ჩავაწვი იმენა. აი, ეგ მაგას ნიშნავს. ოღონდ ნახე, ეგ მაშინ ხდება, როცა შენ ზედმეტად კანონებს არ ღვევ. არ ღვევ. ზუსტად ის გაგხდის. ქართული ანდაზები არის ჩვეულებრივი ფსიქოლოგი. არა, ყველა სხვა შორის ამ ბოლო ხანებში ვკითხულობ ყველა ქვეყნის ანდაზებს. არ მიკითხავს თორე ისეთი საინტერესოა ხალხს. ის აფრიკული რაც თქვით. ის თუნდაც ის აფრიკული და ცალკე მინდა მაგაზე ვორქშოპიც გავაკეთო ფსიქოლოგიური ცოდნა ანდაზებში. და ეს როგორ უნდა გამოვიყენოთ და ისეთი საინტერესოა. ხო, ეხლა რამდენი გაგვახსენდა, რომელიც იდენტურია და ზუსტად თავსებადია მაგ ყველაფერთან. ამას მოუხდება ანდაზა კი არ არის, იმყოფინე გივილო, ეყოფა ამდენი სიკეთე. ხო. კი. და აი და ნახეთ ეს თვითონ წმინდა მამები წამიკითხავს ეს ხშირად ამაზე ბევრს საუბრობენ სიკეთის კეთებაზე, რომ თუო ესე იგი შენო პირდაპირ წერენ თუ სიკეთის კეთება გადაწყვიტეო, ჯვარცმისთვის მოემზადეო. თუ ჯერ არ ახარ ჯვარცმისთვის მზად, გაჩერდიო. ვინა ვართ ჯვარცმისთვის მზად? ეხა აი გეკითხებით რა. არავინ ხო ვერ იტევს ადამიანის სიკეთეს. ის მერე იმას შური უჩდება, ის აღიქვამს რომ შენ იმაზე მეტი ხარ, რომ ეხმარები, ხო? უკვე სხვა ისინი ემოციები მოდის. უკვე შენი შულს რაც არ უნდა. ვალდებულათაც გრძნობს. და მერე უკვე ვალდებულათაც, რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ იტევს ადამიანების სიკეთეს, ვერ იტევენ. და თუ გადაწყვიტე ამ სიკეთის კეთება, მაშინ უნდა იცოდე რომ ამ სიკეთისთვის ჯვარზე გაგაკრავენ და ხარ ამისთვის მზად, კარგად უნდა დაფიქრდე რა. თუ არა და აი მე დავისვენე რაც ამ როლიდან გამოვედი. აღარავის თუ არ მთხოვენ, ისიც თუ მთხოვენ ძალიან კარგად ვფიქრობ, ეხა ეს მე უნდა გავაკეთო, რატო უნდა გავაკეთო და აი ძალიან კარგად რომ მოვიფიქრებ ხოლმე, მერე შეიძლება ისა. იმიტომ რომ ვიცი უკვე რა მოყვა ამას. ჩემ ტყავზე ეს ყველაფერი გავიარე იმ ფერიის როლმა მე რა დღეში ჩამაგდო.
ასე რომ, სამწუხაროდ ესეა ადამიანი, რომ თავისი გამოცდილებით უფრო თავისი გამოცდილებით სწავლობს და ამიტომ უნდა მივიღოთ ჩვენ ეს გამოცდილება, უნდა ვიცხოვროთ და შვილებსაც ეს პირდაპირ კავშირში აღზრდასთან ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება რომ დაუშვან შეცდომები, იმ თავის შეცდომებზე მე ისწავლოს, მიხვდეს რაღაცას, გაითვალისწინოს და ჩვენ აი წაქცევის საშუალებას არ ვაძლევთ. იქ ბალიშებს უფენთ, რომ არ ეტკინოს, უნდა ეტკინოს, ის უნდა მიიღოს ის გამოცდილება, რომ სხვა დროს იქ აღარ გადახდეს და აღარ წაიქცეს. და არ ვაძლევთ, განსაკუთრებით დედებით, აი მამები ძალიან ეხმარებიან ამაში, რომ გადაჭრას დედასთან ის ჭიპლარი და გაბედოს და შეეშალოს, მივიდეს მისი ცხოვრება რა, ისე ვერ ისწავლის ნამდვილად, ვერაფერს. მესამეს ქვია მაზოხისტური ტრავმა და აყალიბებს მაზოხისტური ხასიათის ტიპს, ანუ მაზოხისტს კი არ ახალიბებს, ხვდებით მაზოხისტური ხასიათის ტიპი, მაგალითად მსხვერპლი, აი ტიპიური მაზოხისტური ხასიათის როლია, ხო? და თვითონ ამ ტრავმას აჩენს ბავშვის პიროვნული საზღვრების ქრონიკული რღვევა. ის თუ იყო 3 წლამდე, ეს არის უკვე 3-დან 6 წლამდე. ნახეთ, 3 წლის ასაკში რა ხდება ფსიქოლოგიურად, რომ 3 წლამდე ბავშვი თავის თავს სამყაროდან ვერ გამოყოფს. აი თავის თავზეც მესამე პირში ლაპარაკობენ ხოლმე ბავშვები. იმიტომ რომ ვერ გამოყოფს, ჯერ ის მე არა აქვს, აი თავის თავს ვერ გამოყოფს და 3 წლიდან უკვე იწყება ეს, რომ გამოყოფს სამყაროდან თავის თავს, უკვე ითხოვს ავტონომიურობას, მანამდეც ითხოვს, მაგრამ აქ უკვე მკვეთრად არის ეს, რომ გაითვალისწინო, მის საზღვრებში არ შეიჭრა, დაიცვა ეს ყველაფერი. და რა თქმა უნდა, ეს ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და როგორც პიროვნებას, მუცლად ყოფნის პერიოდი და რა თქმა უნდა, მუცელშივე ბავშვს როგორც პიროვნებას ისე უნდა ელაპარაკო და მოეფერო და ყველაფერი, მაგრამ განსაკუთრებით ეს პერიოდია, როცა უკვე ეს მეჩნდება და მან უნდა იგრძნოს, რომ მის ავტონომიურობას აღიარებ, მის პიროვნებას, პატივსცემ, მას თავისი სივრცე აქვს, აი მშობლებმა იციან ხოლმე, რომ ჩაიცვი კაცო ეს კაბა, რასაც გეუნები, არ მაინტერესებს შე რა გინდა. всё, იმას უხეშად შეიჭერი იმის საზღურებში. თუნდაც 3 წლის იყოს. მიდის დაბადების დღეზე და უნდა რომ სხვა კაფა ჩაიცვას და ჩაიცვას. ეს არის მის რო აღიარე, ხო, მისი რაღაცა პიროვნულობა, ავტონომიურობა, ხო, მისი საზღურები. იქნებ შეესციუ და როგორ აუხსნას მშობელმა რომ არ იქცევა სწორად მაშინ. იცი რა, ეხა თუ მართლა სიცოცხლისთვის საშიშია და 40 გრადუსი ყინვა და ის სარაფანით მოდის, ეხა მანდ რა თქმა უნდა, ეხა ეს სისულელე არ უნდა ქნას მშობელმა რომ სარაფნით არ გაიყვანოს, მაგრამ თუნდაც გაცივდეს, თუნდაც რაღაც სურდო დაემართოს, ჯობია რომ აი თვითონ მიიღოს ბავშვმა ეს გამოცდილება, რომ თვითონ მოგთხოვს, მე ეს ერთხელ რომ მოხდება, თვითონ მოგთხოვს, მე მოდი ქუდს დავეხურავ რა. კი ბატონო, უფრო ეს გზა ჯობია, ვიდრე აგრძალვითი, რომ ეხლა გეუნები რომ აი სხვა შორის ამ ჩაცმასთან დაკავშირებით, ნახე, რო იგრძნოსო ბავშვმა, რომ ეს როგორც პიროვნებას ისე ექცევიო, დაუდეთო 2 შარვალი მაგალითად ან 2 კაბა და უთხარი აირჩიე რომელიც გინდა სადღაც მივდივართ. ოღონდ 10 არ დაუდოთო, იმიტომ რომ 10 არის უკვე ზედმეტი თავისუფლდება და იქ იკარგება, იბნევა ბავშვი და იკარგება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ესე იგი ბავშვი ითხოვს კალაპოტს. და ამ კალაპოტში როგორც მდინარე მოედინება თავისუფლად, ასე უნდა მოედინებოდეს, ოღონდ კალაპოტი უნდა კონდეს. კალაპოტს მშობელი აძლევს. თუ მდინარე გადმოვიდა კალაპოტიდან, ის დაიკარგება. აუცილებლად. ამიტომ კალაპოტს აძლევს მშობელი, ოღონდ მშობელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ კალაპოტში თავისუფლად მოედინებოდეს და კონდეს არჩევანი. და არ ეუნებოდე ყოველ წუთში, რომ მე რასაც გეტყვი, იმას გააკეთებ, ხო? არა, აი შვილო 2 კაბა, რომელიც გინდა აირჩიე. ხო? და ის უკვე ბედნიერი აირჩია. ხო? და უკვე მასში გაჩნდა, რომ ის პიროვნება, ის პატივსაცემია, მის აზრს უსმენენ, მის აზრს ითვალისწინებენ. უკვე პიროვნება ყალიბდება სწორად. მაგრამ თუ სულ ეს ესმის, რომ შენ რა გესმის, კაცო, მე რასაც გეტყვი გააკეთე. ის რო გაიზრდება თუ ბიჭია, ისეთ ცოლს იპოვის, რომ სულ ცოლის ჭკუაზე ივლის. იმიტომ ამას აქვს შეჩვეული დედისგან, რომ სულ იმის ჭკუაზე დადიოდა, ხო? და ეს სულ ექნება, ხო? და ნახეთ ეს სხვადასხვანაირად შეიძლება მოხდეს, ხო, ეს მისი საზღვრების რღვევა. აი ამ მესამე ტრავმას, რომელსაც ქვია მაზოხისტური ტრავმა და არის 3-დან 6 წლამდე, ზუსტად აჩენს ეს, რომ სულ ვარღვევთ ბავშვის საზღვრებს და აქაც სხვადასხვა როლებია. პირველი ეს არის მსხვერპლის როლი. აი ძალიან იოლი მისახვედრია, რომ მსხვერპლის როლში გადადის, ხო? ეჩვევა ამას, ეჩვევა. რომ სულ ვიღაცას როგორც უნდა
იმის შესაბამისად ცხოვრობს, ეგ არის მსხვერპლი. აი ტირანი მსხვერპლს მაგას ეუბნება, რომ მე არ მაინტერესებს შენი არაფერი, ცხოვრებ ისე, გააკეთებ ისე, როგორც მე მინდა. ეს არის მთავარი გზავნილი და ისიც აკეთებს, იმიტომ ის მსხვერპლის როლშია, ხო? პირველი რა თქმა უნდა არის მსხვერპლის როლი და მისი სამყაროში გზავნილი არის მე დაუმსახურებლად მტკენენ გულს. და მართლა ტკენენ დაუმსახურებლად გულს, ოღონდ ამას თვითონ ქმნის. რა თქმა უნდა, თვითონ რო ამ როლშია, ნახე, შენ რომ მსხვერპლის როლში ხარ, შენ მაგნიტივით იზიდავ ტირანს. აი როგორც მაგნიტი. აუცილებლად სამსახურში ისეთში წახვალ სადაც უფროსი ტირანი იქნება, ქმარს ისეთი, ან ცოლს სულ ერთია ისეთი პოვი, რომელიც შენს მიმართ ტირანი იქნება, იზიდავ და სხვათა შორის მაგაზე აუცილებლად უნდა ვთქვა, ძალიან მომწონს ეს ექსპერიმენტი, ამერიკაში ჩატარდა ექსპერიმენტი, სადაც მეცნიერულად დამტკიცდა, რომ შენ მართლა ასხივებ იმ როლს, რაშიც ხარ და რომ იზიდავ შესაბამისად იმ როლის, რაც უნდა მოიზიდო და ნახეთ, გენიალური ამერიკელმა ფსიქოლოგებმა ჩაატარეს, ან როგორ მოიფიქრეს, აი გენიალური ექსპერიმენტია, სხვადასხვა ციხეებიდან, ამერიკის სხვადასხვა ციხეებიდან გამოყავდათ ჯიბის ქურდები. ოღონდ ერთად არ სვამდნენ, თითო-თითო გამოყავდათ და შეყავდათ რაღაც ოთახში, სადაც ეკრანზე უშვებდნენ დოკუმენტურ კადრს, ქუჩა იყო გადაღებული, აი ქუჩაში რომ ბევრი ხალხი მოდის, დოკუმენტურად. და ყველას დაუსვეს ერთი და იგივე შეკითხვა. აი ამ ხალხიდან ვის გაქურდავდი? ყველამ ერთ ადამიანს დაადო ხელი. ყველამ ერთ ადამიანს დაადო ხელი, გესმით? ეს რას ნიშნავს? ის იყო მსხვერპლის როლში და ის იზიდავს რომ, რა თქმა უნდა, ის უნდა გაქურდო. ოღონდ ეს ქვეცნობიერად და ქვეცნობიერად ამ ჯიბის ქურდის ქვეცნობიერი ამას კითხულობს, რეზონირებს, აღიქვამს. ნახეთ, თავარი ნიშანი რითი უნდა მიხვდე, რომ სულ ბავშვობის ტრაუმის იმის ქვეშ ხარ. ერთი და იგივე სიტუაციები გიმეორდება. სამჯერ გათხოვდი. ხო, სუმერად სამჯერ გათხოვდი, სამივე ქმარი ლოთი აღმოჩნდა. როგორ კაცო, ან სამივე ნარკოდამოკიდებული. ხო? ან სამივე ტირანი, რომელიც რაღაცა, ან სამივე შენ ხარჯზე ცხოვრობს. და შენ არჩენ სამივეს. ამ დროს პირველი თითქოს რაღაცა თქვი რომ ასეთ კაც აღარასდროს არა, მაგრამ მაინც, ხო? აი პირველი ნიშანი ეგა რომ გიმეორდება, იმიტომ რომ სუ იზიდავ იმ როლიდან გამომდინარე, შენ რა როლშიც ხარ, სუ იმას იზიდავ. სანამ ამას არ და აი ეს კარპმანის სამკუთხედი გაგიგიათ ალბათ იკვლია ეს ცნობილი ფსიქოლოგი იყო კარპმანი, რომელმაც აღმოაჩინა რომ ეს სამკუთხედი არსებობს ტირანი, გადამრჩენელი მსხვერპლი და შენ თუ შეხვედი ამაში, აი ამ წრეზე ტრიალებ, წრეზე. ხან იმის როლში ხარ, აი ესეთ სანამ არ აიღებ შენს თავზე პასუხისმგებლობას, შენს ცხოვრებაზე, რომ შენ იმისთვის არ დაიბადე, რომ მსხვერპლად შეეწირო, ხო, ვიღაცას და სანამ სრულად არ აიღებ შენ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას და არც იმ ვიღაცის შეცოდებით, არც ხათრით, არც შიშით არაფერს აღარ გააკეთებ, ვერ გამოხვალ იმიდან რა. მაგიუზეთში იქნები ჩართული. სულ, ხო, აი ძალიან ხშირად არის ხოლმე, როცა აი სასმელზე აქვს თქვათ ქმარი დამოკიდებული და ამ როლებს ესე თვალნათლივ ჩანს ხოლმე, როგორც ცვლიან, რომ თუ ცოლი ეჩხუბება და შეაზედო ჟელოდო და შეიზადა რაღაცეები და მიხედე ოჯახს და რაღაცა, ამ შემთხვევაში ცოლია ტირანი, ქმარია მსხვერპლი, ხო, ამას რო ისმენს. მერე ვთქვათ იწავა დალევს მოვა დაამტროს ყველაფერს, პირიქით ის არის ტირანია საერთოდ. მერე ეს ქალი გადაეკიდება როგორც გადამრჩენლის როლში, მესამე როლია გადამრჩენელი. შევა გადამრჩენლის როლში და გადაეკიდება რომ მოდი იმკურნალე, დაგაწვენ ფულს ვისესხებ, ოღონდ იმკურნალე და დაითანხმებს ამაზე. ანუ გაიმარჯვებს ეს გადამრჩენლის როლში და დაწვება ის და ხა ის გადადის მსხვერპლის როლში, ეს არის გადამრჩენელი, რომ აი დაითანხმა და უმკურნალა, ხო? მე ეჭიქას დალევს და ისევ თავი ისევ და ეს შეიძლება 20, 30, 40 წელი გაგრძელდეს. სანამ არ აიღებს პასუხისმგებლობას ეს ადამიანი, რომ არ გამოვა და ძალიან ხშირად ადამიანს რა გვიშლის ხელს. ნახეთ, ესეც ფორმულაა, აი როგორც ფორმულა ისეა, რომ არაფერი არ გააკეთოთო, არც ვიღაცის ხათრით, არც რაღაცის ან ვიღაცის შიშით, ან შეცოდებით, ან ზედმეტი დანაშაულის გზნობით. თუ ამიტო აკეთებთო, მიხვდითო, რომ იმის საპირისპირო გაქვთ გასაკეთებელიო. აი თქვა ქმარი თუ გეცოდება და იმიტომ ვერ შორდები, რომ ფიქრობ, რომ გაბომжდება, დაიღუპება, ნუ ის იმისი გზაა, ხო? და მარტო შეცოდების გამო ჩერდები, უნდა მიხვდე, რომ
იმის საპირისპიროს, იქ უნდა წამოხვიდე, ხო? მაგრამ როგორც წესი აი რომ გადახედოთ, ყველა ცხოვრობს ან შიშით, აი სამსახურიდან არ მოდის, იმიტომ რომ ვერ ვიშოვე ვერაფერს და მშიერი მოვკვდები არა და სულ სხვა რაღაცის კეთება უნდა და იქ არის აი გაძლებას. და გაძლებაზე რო ხარ 10 წელი მე ეჩვევი. და არა მარტო ეჩვევი. ავატყოფობა გემართება, ფსიქოსომატური სიმსივნეც კი შეიძლება დაგემართოს, იმიტომ რომ შენ გაუსაძლის იმაში ხარ და ვერ უძლებს ამას უკვე და ფსიქოსომატიკაში ეს აისახება და გემართება ფსიქოსომატური დაავადებები, ხო და ძალიან ხშირად ეს არის აი ეს არგუმენტები, რომ მეშინია, ვაიმე იმის ხათრით, რაღაცა ხალხი რა სიტყვის, მეწოდება, ძალიან ხშირად არის მეწოდება, მარტო შეწოდების გამო რო არიან ერთად. ეს ძალიან ხშირია. სისულელია ბოდიშვიხტი ამ სიტყვას. ხო, ნამდვილად, მაგრამ ვერაცნობიერებს ამას ადამიანი. კარგი, ესე იგი ეს განვიხილეთ. ეხლა პირველი მსხვერპლის როლი ვთქვით, მეორე როლი არის განტევების ვაცი. ანუ ეს გავს რა თქმა უნდა მსხვერპლის როლს, მაგრამ განსხვავდება. აი განტევების ვაცი არის, აი ყველა ჯოხი რო იმაზე ტყდება რა. ხო იცით, რომ აი ყველა ფერზე რო ესეც ნუ მსხვერპლის როლს გავს და მისი გზავნილი სამყაროში არის ესეთი მუდმივად ვარ ბოლოში. აი ყველაფერი რო იმაზე ისა. მესამე ეს არის ცინიკოსი და მისი გზავნილი არის თვითონ ხარ ეგეთი დიახაც, ანუ რა არის ცინიზმი? ნახე, ცინიზმი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს არის ფარული აგრესია. ის აგრესიას ამჟღავნებს, ოღონდ ცინიზმით არის დაფარული. ანუ ესეც რა თქმა უნდა არაჯანსაღი დაცვის მექანიზმია. ნუ ამ სახით იცავს თავს და ეტყობა ბავშვობაში, ეს ხო ყველაფერი ბავშვობაში ყალიბდება, ის მსხვერპლის როლი, ყველაფერი, ხო? ბავშვობაში ალბათ ერთხელ ორჯერ აი ესეთი რაღაც გამოიყენა და ამან გაამართლა და ამითი დაიცვა თავი. გაიჭედა მე ამ როლში და აღარავის აღარ უნდა ხოლმე მე ამ ცინიკოსის გვერდით ყოფნა. ძალიან ისე იგი ეს გვიფუჭებს ჩვენ ცხოვრებას, ჩვენი ცხოვრების ხარისხს დაბლაწევს, ხო? ამ დროს შენ მოგწონს ეს რაღაც შენი გამონათქვამები რაღაცას რო ისა, მაგრამ ნუ არაჯანსაღია აბსოლუტურად და შემდეგი არის მასხარა, მისი გზავნილია. ეს ხო უბრალოდ სასაცილოა. მოდი გავიცინოთ. ყველაფერზე მაიმული. ყველაფერზე მაიმული. ნახე ბავშვობაში ალბათ გააცინა დედა ან მამა ან ბებია და მიიღო რაც უნდოდა, სიყვარული იყო თუ რაც უნდოდა, იქ არა აქვს მნიშვნელობა, აღიარება მიიღო, სიყვარული რაც აკლდა, ხო? ერთხელ გამოუვიდა, ორჯერ მიხვდა რომ უი რა კაი გზაა და ერთი ბილიკი რო გაკვალა, აღარც ხედავს რომ იქ უამრავი სხვა გზებია რომ იგივე მიიღო შენ ჯანსაღი გზები და აღარ გჭირდება სულ ეს მასხარაო, მაგრამ всё შეეზარდა ეს ნიღაბი ვეღარ იხსნის და გაიხსენეთ ესეთი ხო კლასში ყოველთვის ერთიანური ეგეთი მასხარა რომ მთელ კლასს რო აცინებს, მთელ კლასს რო აცინებს. არის ბედნიერი და მე როგორც დასრულებაში ამ ადამიანს უკვე სერიოზულად აღარავინ აღიქვამს. ერთი ეგროა სერიოზულად არ უყო და მეორეც ერთი სპეციალურად პატიჟებენ დაბადების დღეებს რომ გაგვაცინებსო და ნახეთ ახლა ამ ადამიანისთვის ეს რო გააცნობიეროს და მასხრის როლიდან გამოვიდეს მეგობრების 90%-ს დაკარგავს, იმიტომ რომ აღმოჩნდება რომ იმიტომ ეძახოდნენ რომ კალკაზიაძე დაგვაყენებს, ანეკდოტებს მოყვება, გაგვაცინებს. შეიძლება ერთი მეგობარი დარჩეს, მაგრამ არ ჯობია ერთი დაგრჩეს და ნაღდი და შენც ნაღდი იყო, ვიდრე მასხარა იყო. მაგრამ ამას ეს ესე იოლი არ არის რომ ეს გააცნობიეროს ადამიანმა რა, იმიტომ რომ მოწონს, თავის მოწონს იმ მასხრის როლში. ამაშია საქმე. ცენტრში იმ რაღაცა საზოგადოების ცენტრშია და მოწონს. აბა რა, იქ რაღაცა ზედმეტ სახელებსაც ზუსტად როლის შესაბამისად ეძახიან ხოლმე. ისე პიკეტები აუ რა მაგარი ხარ, ნიჭიერი ხარ, ასე კარგად შეგიძლია ხალის და და ის ნიჭი სხვაგან შეიძლება ადეკვატურად რო გამოავლინოს და კიდე უფრო კარგად. თქვათ სამსახიობო ნიჭი თუ აქვს რაღაცა თუნდაც სამოყვარულო თეატრში იაროს რაღაც სპექტაკლი და ნუ 1000 ვარიანტია ხო, მაგრამ ვერ მიდის აქამდე ადამიანი რა. და იმიტომ ამბობ რომ 98% მაგროლებით კვდება, ეხლა ვინ აცნობიერებს ძალიან ცოტა. და ბოლო ეს არის მეფისტოფელი, ანუ ბოროტის სული, მისი გზავნილია, აბა რა გვაქვს, ცუდად, სულ ერთია, მაინც ყველაფერი ცუდად იქნება. ამაზე ეძახიან ყვავებს. ზედმეტ სახელად, აქ კი ქვია ეს მეფისტოფელი და ბოროტის სული, მაგრამ ხალხში ესეთ ადამიანებს ეუბნებიან რა ყვავი დაგჭყავი. ყვავი რა, მოვიდა ყვავი. აი ეს იგივე ეგროლი რა, რომ აი ყველაფერი ცუდად იქნება. მაინც მოვკვდები. ხო, აბსოლუტურად.
ხო, აბა აქედან რამე ხო არ გეცნოთ? ბევრი. შემდეგი არის მედლის მეორე მხარე. იგივე მედალია, ოღონდ მეორე მხარე, ამიტომ ასაკიც იგივეა, ისევ 3-დან 6 წლამდე. ოღონდ ნახეთ განსხვავება. მეოთხე. ამას ქვია უკვე ფსიქოპატური ტრავმა და აყალიბებს ფსიქოპატური ხასიათის ტიპს და ნახავთ ახლა როგორები არიან ესენი. და ესეც არის მყარი საზღვრების უკმარისობა აჩენს ამ ტრავმას, მაგრამ ნახეთ ახლა განსხვავება რა არის. წინაც ხო ესე იყო, აქ განსხვავება ის არის, რომ აქ ზედმეტ თავისუფლებას როცა აძლევ ბავშვს ან დაუმსახურებლად, აქებ მაშინ ჩდება ეს. და ამიტომ იგივე, ოღონდ მედლის მეორე მხარე და ისევ საზღვრების თემა, ისევ ასაკიც იგივეა 3-დან 6 წლამდე. ეხლა ნახეთ აქ რა როლებია ძალიან საინტერესო. პირველი ეს არის მაჩო. მაჩო ქალი შეიძლება იყოს კაციც, ეს არ გეგონოთ რომ ის არის. და მაჩოს გზავნილი სამყაროში არის მე ყველაზე მაგარი ვარ. სულ ამას ამტკიცებს. და ძალიან ხშირად ეს აი გზავნილები სამყარო განიშნებს რომ ამ როლში ხარ და პირველი მახსენდება ხოლმე მიშა სააკაშვილის პოლიტიკური სლოგანი. მიშა მაგარია. სამყარო მუთხრა რომ მაჩოს როლშია. აი ის რო ცოტა დაკვირვებული ადამიანი ყოფილიყო, ამას ნამდვილად მიხვდებოდა, მაგრამ არ ვიცი ხა რამდენად მიხვდა, ეს მე არ ვიცი, მაგრამ სამყარომ ეს გზავნილი მასთან მოიტანა რა, აშკარად. იმიტომ რომ აი პირდაპირ რაც არის ამ როლის, ის იყო მისი პოლიტიკური სლოგანი, ხო? ეს არ არის შემთხვევითი. არ გეგონოთ რომ რამე შემთხვევით ხდება სამყაროში. არაფერი არ არის შემთხვევითი. აი ყველაფერი ღაღადებს ყველაფერზე, ოღონდ შენ დააკვირდი, ოღონდ მიხვდი, ოღონდ კითხვა დასვი. ყველაფერში დაინახავ პასუხს. მაგრამ ამაშია მთელი ტრაგედია ადამიანის, რომ ამ კითხვებს არ სვამს საკუთარ თავთან რა. აი ეგ არის. ხო, და ყველაფერს აკეთებენ ეს ადამიანები იმისთვის, რომ სხვამ თქვას, რომ მაგარი ხარ. და თვითონაც თავის თავთან რომ მე ყველაზე მაგარი ვარ. თავის ეგო. ხო, კი. და ძირითადად ჩვენ ამ ეგოს თამაშებიდან ვერ გამოვდივართ, ხო? ეგო ჩვენ სამსახურში უნდა ჩავაყენოთ, მაგრამ ჩვენ თამაშობთ მის თამაშებს, ხო? ხო და ნახე თუნდაც აი რაღაცას შეიძლება არც უნდა რომ იმდენი კონდეს, თქვა 3 მანქანა, მაგრამ აი იყიდის, იმიტომ რომ ყველაზე მაგარი უნდა იყოს რა. ან არ უნდა რომ ეს 50 ქალი ყავდეს, კაცო. მაგრამ ხო უნდა თქვას რომ ყველაზე მაგარია და ყველაზე მეტი ყავდა. და ასე შემდეგ ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება, ხო? და აი ყოველთვის იტყვის რომ საუკეთესო მე რაც გავაკეთე, მსოფლიოში საუკეთესო გავაკეთე და ასე შემდეგ, ხო? ხო, შემდეგი არის გმირი. ესეც აი ფსიქოპატური ხასიათი როგორია, ეს რო გაგახსენდებათ, კარგად მიხვდებით, ხო? ფსიქოპატური ხასიათის ტიპი, ხო? აი შემდეგი არის გმირი. ეხა გმირს როგორი გზავნილი აქვს სამყაროში. მე ყველაზე კარგი ვარ. ვნახო ერთი როდის მაქვს ცხრილში შემდეგი გმირობა. ხო გახსენდებათ ვიღაცები. ან სადღაც აბსოლუტურად გაუთვალისწინებლად, სადღაც ხანძარია და შევარდება და მოკვდება იქ დაიწვება და არც აცლის რომ იქ მეხანძრემ რამე ქნას, აი და ხშირად სიცოცხლესაც დებენ ხოლმე. იმიტომ რომ ეს ხდება აკვიატებულად, არაადეკვატურად. აი მთავარი ეს არის ამ როლების ყველაზე მთავარი წუდი ის არის რომ არაადეკვატური ხდები. იმიტომ რომ ჭედავ ამ როლში, გაჭედილი ხარ. ანუ მაშინ კი არ იყენებ, როცა მართლა საჭიროა ეს გმირის როლი და მართლა გმირობაა ჩაძადები. გაჭედე ამ როლში. და შეიძლება სიცოცხლეც დადო. ხო? იმიტომ რომ არაჯანსაღია. და ეხა ის შემდეგი ორი როლი, ანტიგმირი და ტირანი, ეს არის ითვლება ესე, რომ საზოგადოებისთვის ყველაზე საშიში ხალხი ესენი არიან, ანტიგმირი და ტირანი. და ხა ტირანი ისაც ვიცით, რაც არის და რაც მოუტანეს კაცობრიობას და რაც მილიონობით ხალხი დახოცეს, მაგრამ აი ნახეთ ანტიგმირი ჯერ ამას შევეხოთ, მესამე არის ანტიგმირი, მისი გზავნილია, მე ყველაზე ცუდი ვარ, ეს პირდაპირ აცხადებს, თუ გმირი ამბობს, რომ მე ყველაზე კარგი ვარ, ეს პირდაპირ აცხადებს, რომ მე ყველაზე ცუდი ვარ, იმიტომ ანტიგმირი, იმის საპირისპირო გზავნილი აქვს. და ნახეთ, მე ყველაზე ცუდი ვარ, არ არის სამყაროში უფრო მეტი სიხარული, ვიდრე ადამიანებისთვის საზიზღრობების კეთება. პირდაპირ აცხადებს ამას. ნუ კრიმინალები ძირითადად ამ როლში არიან. ვლადიმერ პუტინს ეგ ბავშვობის ტრავმა მიაყენა და მაგ როლში ჩაჭრა, იმას დაედოს მთელი სამყაროს ცოდვა.
და როგორც წესი ის სერიული მკვლელები და ისინი რო ფსიქოლოგიურად გამოიკვლიეს მათი ბავშვობა, როგორც წესი საშინელი ბავშვობა ჰქონდათ. აი საშინლად რო კამრით რო წემდა მამა და აი საშინელი ბავშვობა, თორე სტალინს წემდა ხოლმე ბატონი ვესო. კი, ყველა ეს იკვლიეს, ხო დაინტერესდა მე ეს ფსიქოლოგია რომ რა ხდება, როგორ ყალიბდება ასე ადამიანია სერიულ მკვლელად. აღმოჩნდა რომ საშინელი ტრავმები და ბოროტდება და უბრუნებს ესე სამყაროს რა. ხო, ასე რომ ესე განკითხვა ვერავის ვერ განვიკითხავთ ჩვენ. აი ამის ცოდნა თუნდაც იმაში გვეხმარება რომ აღარ განვიკითხოთ ადამიანები და გაგვახსენდეს რომ იმასაც თავისი აქვს და იმიტომ ჩამოყალიბდა ასეთაც და ყველას თავისი გზაა გასავლელი. ეს ჩემი საქმე არ მე არავიზე მეტი არა ვარ. არ ერთნი ვართ ჩვენ, ყველას ჩვენი გვაქვს რაღაცეები და არავიზე მეტი და არავიზე ის არა ვარ, ხო? იმას თავისი აქვს, მე ჩემ თავს უნდა მივხედო. იმდენი რაღაცა მაქვს ჩემ თავთან. სამუშაო რომ ახარც მაინტერესებს. ვიღებ იმ ადამიანს ისეც როგორიც არის და ეს ცოდნა ძალიან გვეხმარება რა ამაში, რომ მივიღოთ, ვიყვარდეს იმ თავისი ტრამვით. რომ შეიყვარო ის ადამიანი, იმიტომ რომ იმას თავისი ისა გაჭიროება რა და თავის გზაა გასავლელი, ხო? ეხლა ეს არის, ხო, ესენი ეხლა რაც თქვი რომ მე ყველაზე ცუდი ვარ ეს ანტიგმირის როლი, ну როგორც წესია ესენი უკვე კრიმინალები არიან ხოლმე, მაგრამ არ არის აუცილებელი. მე მყავდა ესეთი ჩემ პრაქტიკიდან ესეთი მაგალითი მქონდა, რომ ერთი ბიჭი დადიოდა, ну ნარკოდამოკიდებული იყო და ეს გავიარეთ ეს როლები და ესეთი ქუჩის ცხოვრებით ცხოვრობდა ციხეში ციჭდა და ყველაფერი და მძიმე ცხოვრება ქონდა გავლილი და ეს რო წაუკითხე, მითხრა რომ აი მეო ანტიგმირის როლში ვარო. და ესე გამიხარდა რომ თვითონ გააცნობიერა და რატომ მეთქი აი როგორ მიხვდი თქო მაგას თქო და როგორ მიხვდიო და ძალიან იული მისახვედრიო. მე და ჩემი ძმაკაცებიო ქუჩაში რო შევიკრიბებოდითო, ესეთ ფრაზას ვამბობდითო. აბა ვის დედას ჩავაცვათ დღეს შავები. და ეს გიხაროდაო. ვის დედას ჩავაცვათ დღეს შავები. ვინ მოუკლათ ანუ? რა თქმა უნდა. ხო და ესო ისე გვიხაროდაო. ხო და ანუ გესმით აი ამ როლშია რა. მას სიამოვნებს რომ სხვას რაღაც საზიზღრობას გაუკეთებს და ის ამბობს რომ ხო მე ცუდი ვარ. იმდენად გაბოროტდა ამ ბავშვობის ტრამვების. სიამდვილეში. აუ, ესე იგი შვილი იმდენად შეგვიძლია დავაზარალოთ რომ ვიღაც მართლა ტირანი გავხადოთ, ანტიგმირი გავხადოთ. ავიდეთ და სხვა მოკავას. მაგას ხო ჯობია საერთოდ არ ვიყოლიო შვილი. რა თქმა უნდა, მაგრამ ეხა მაგას მინაცნობიერებ. უნდა შენი ტრამვის გამო აზა შეიძლება სამყარო აზარალო შენი ტრამვის გამო. რა თქმა უნდა, მთელი სამყარო, არა მარტო ხო, არა მარტო ერთი კონკრეტული კი ბატონო. მეოთხე არის ტირანი. მისი გზავნილი არის მე მჭირდება მთელი სამყარო, გააკეთე ისე როგორც მე ვამბობ. და ტირანს მართლა მთელი სამყარო ჭირდება, ის არაფრით არ კმაყოფილდება არასდროს და უნდა რომ მთელი სამყარო მას ემორჩილებოდეს, ის როგორც თვლის სწორად რომ სხვამაც ესე უნდა ჩათვალოს და როგორც მას უნდა სხვამაც ესე უნდა გააკეთოს და ეს მისთვის არის ჩვეულებრივი. ну ამის ხა ბევრი მაგალითია და აღარ გვინდა ამის ისა. თუმცა არ არის აუცილებელი რომ ის ქვეყნის ლიდერი იყოს, შეიძლება ოჯახში იყოს ტირანი და მთელი შვილები ესე ცახცახებდნენ მამა რომ ვის რა ასპარეზი მიეცემა, ვის რა ასპარეზი მიეცემა, მაგაზია. ვის რა ასპარეზი მიეცემა, ხო? და მთელი შვილები რამდენს მოუყოლია ჩემთვის რომ მამა რო სახში მოდიოდაო, ვიყინებოდიო და ვცახცახებდიო, იმიტომ რომ არ ვიცოდი ეხა იქ რა მოხდებოდაო. გინდა მთვრალი და გინდა ფხიზელი, არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ხო. და ბოლო ამ ტრამვის, ესე იგი ბოლო არაჯანსაღი სცენარული როლი არის დენთის კასრი. მისი გზავნილი არის, ნუ მაბრაზებ, მე მხოლოდ მიზეს ველოდები რომ ავფეთქდე. ეხლა როგორ ჩდება ეს როლი დენთის კასრი? ბოდიში ისევ ქართული ანდაზა, ხვარია კი. და ეხლა ეს როლი როგორ ჩდება? ნახეთ, ეს ადამიანი ითმეს და მე ფეთქდება ისე რომ წალეკავს ყველაფერს. მე ისევ გადადის იმ რეჟიმში რომ დიდხანს ითმეს, მე ფეთქდება. რა თქმა უნდა არაჯანსაღია, იქ როცა არ არის მოსათმენი, არ უნდა მოითმინო და გამოხატო და თქვა და ასერტული ქცევა ქვია მაგას, რომ შენ აფიქსირებ შენ პოზიციას, თან ისე რომ სხვას არ აყანებ არანაირ შეურაცხყოფას, მაგრამ შენ გამოხატავ ყველაფერს, სადაც საჭიროა არ ითმენ, მაგრამ აი ამასია შეჩვეული, ეს ისწავლა ოჯახში. ხო, რომ ითმეს, მე ფეთქდება, ითმეს, მე დალეწავს ყველაფერს. მე ისევ მოითმეს.
ну აბსოლუტურად არა ჯანსაღი, ხო? და მე უკვირთ ხოლმე ხშირად ვინც ამ როლში აირითი უნდა მიხვდეს, რომ ხშირად ესეთი ფრაზა არის ხოლმე, რომ ამ პატარა რაღაცაზე ესე როგორ აფეთქდი? იმის გამო რომ ეს აქითო, მაგრამ ამის გამო კი არ აფეთქდი. წლები აქ მოწმენი. და მე 100-ის ღერზე რაღაც აქ ასე რატო დადე? მოთმინების ფიალა უკვე და ის ბოლო 100-ის ღერი აქ რატო დევს? იმაზე დაამტრევს ყველაფერს. რამდენჯერ გამიგია, იცი საიდან დაიწყო ჩხუბი ეს ფურცელი, დავდე ასე და ამას მოაყოლა ის დაგროვილი. დაგროვილი მოაყოლა, ხო, ეს არის აი ამ როლში ესე იგი ძალიან არის, ხო? ეს იყო ეს მეოთხე როლი, ფსიქოპატური ტრავმა და გადავიდეთ ისტერიულ ტრავმაზე, ბოლო მეხუთე ტრავმა. ეს უკვე ყალიბდება დაბადებიდან 12 წლამდე. საერთოდ ბავშვობის ტრავმები ითვლება, რომ არის 12 წლამდე. 12 წლის მერე უკვე არის სხვა სტრესები, იმ სტრესის განზოგადება, ну, სხვადასხვა ისინი, მაგრამ აი ბავშვობის ტრავმებს, რასაც ვეძახით, ეს არის 12 წლამდე. უცბად ყოფნის პერიოდიდან 12 წლამდე. და ბოლო არის ისტერიული ტრავმა. ეს არის ადამიანის, როგორც ღირებული პიროვნების, როცა ან გადაჭარბებული შეფასება ხდება, ან პირიქით ნაკლებობა ამ შეფასების და უფრო გაუფასურებაა, ხო? და ისტერიული ხასიათის ტიპს აყალიბებს. და როგორია ეს ისტერიული ხასიათის ტიპი? რომ უფრო უნდა რომ ყურადღების ცენტრში იყოს, როგორც მსახიობი, ყველა მას დაშს უკრავდეს, ყურადღებას აქცევდეს და რაღაცა ისეთი შეიძლება არც იყოს ეს ნაღდი გულისმიერი ურთიერთობა, მაგრამ აი მთავარია რომ ყურადღების ცენტრში იყოს და რაღაცა და აი ესეთი ხომ? ეხლა ნახავთ როლების მიხედვით კიდევ უფრო ჩაიშლება. პირველი ეს არის როლი ვარსკვლავთ გოგონა ან ვარსკვლავთ ბიჭუნა. მისი გზავნილია მე მშვენიერი ვარ, შორეული და მიუწვდომელი, შორიდან დატკბიჩებით. იმიტომ ქვია ვარსკვლავთ, როგორც ვარსკვლავი ლამაზია, მაგრამ შორს არის და შორიდან უნდა დატკბე, იქ ვერ მიუახლოვდები. აი ამას შიში აქვს, რომ მე თუ ახლოს ვინმე გამიცნობს, აღარ მოვეწონებიო, იმიტომ რომ არიც ის ბავშვობიდან რომ კარგია და მოსაწონია. და ირჩევს ამ როლს, რომ აი კარგი ვარ, მშვენიერი ვარ, მაგრამ შორს არ მომიახლოვდეთ. იმიტომ რომ საშინელი შიში აქვს თუ ვინმე ახლოს გაიცნობს რომ უკვე აღარ მოეწონება და არა და თუ გინდა ადამიანთან ურთიერთობა შენ სიახლოვე გინდა შორიდან როდემდე დატკბება შენით შეყვარებული ხო როდემდე მე წავა და სხვა სიპოვის არ ვინც ახლო მიუშვებს რა თქმა უნდა ვინც ახლო მიუშვებს და ეკნება ნაღდი ურთიერთობები ისა მთელი გულით ხო მაგრამ ამას პანიკური შიში აქვს რომ არა მე ისა და აი შორიდან თუ ეს შესაძლოა და რაღაცა პერიოდი ამას ინარჩუნებს რომ შორიდან დატკბი ჩემით მაგრამ რა თქმა უნდა მე კრახით თავდება ხო ახლა ვინ გაუძლებს ხო მეორე პრინცი პრინცესა აქ მესიჯია აღფრთოვანდით ჩემით ნახეთ ძალიან როცაში აიყვანეს ძალიან სუბავშვობიდან რომ ჩვენო პრინცესა და ჩვენო ის და ჩვენო ეს და ამას შეეჩვია რომ ყველა ადამიანი მისით იყო აღფრთოვანებული მე უკვე ითხოვს რომ მუდმივად იყოს აღფრთოვანებული მისი ქმარი მისი მეგობრები ან ყველა თანამშრომელი ყველა ნაცნობი ნუ ყველა და ეხლა ამას ვინ გაუძლებს რომ სულ გამორიცხულია ეხლა ეს როლი ნახეთ ესეც ვთქვათ რომ ჯანსაღად როგორ გამოვიყენოთ ეს პრინცესის როლი მაგალითად გათხოვდა გოგონა და თაფლობის თუ აქ იქ რა თქმა უნდა პრინცესის როლში ხარ იქ თუ არ ხარ პრინცესის როლში ის არის პათოლოგია ხო მაგრამ დამთავრდა ეს თაფლობის თვე და დაიწყო ჩვეულებრივი ცხოვრება. ეხლა შენ რო ითხოვ რომ ყოველ შემოსვლაზე დაღლილი ქმარი შენ აღფრთოვანდეს შენით, ნუ აქ ცოტა არაადეკვატური ხარ უკვე, ხო? და მე ეს იწვევს მთელ რიგ კონფლიქტებს. აბა რა თქმა უნდა გამოიწვევს, ხო? მაგრამ ვერ გამოდის იმ როლიდან. ესეც ტრაგედიაა, რომ ისე შეეზარდა, ხო ეს ნიღაბი ვერ იხსნის ამას, ვერ გამოდის. მაგრამ თუ მოინდომა ადამიანმა ყველაფერი შესაძლებელია. ყოლიათ მასეთი კლიენტები ქალბატონია. ყველანაირი მყოლია და პრინცესები. სხვა შორის პრინცესები ძალიან იშვიათად მოდიან ფსიქოთერაპიაზე. აბა რა. იმიტომ რომ თუ მოვა, მხოლოდ იმიტომ მოვა რომ შენ უნდა აღფრთოვანდე ისიც და უთხრა რომ რა კარგად შეგისწავლია ფსიქოლოგია. ჩემზე მეტი იცი. და ხა ამისთვის იშვიათად მოდიან რა, მაგრამ თუმცა მოდიან მინდა გითხრათ ეგეთები მყოლია. მარტო იმიტომ რომ მოვიდა რომ დაგანახოს რომ იცის და პრინცებიც ყავს არიან პრინცები. აი მე უამრავი. მესამე არის კარგი ბიჭი, კარგი გოგო და
გზავნილი სამყაროში არის ესეთი, მე კარგი ვარ, ხომ მე თანხმები შემაქენ. ანუ ნახე, ამ ადამიანმა სინამდვილეში არ იცის, რო კარგია და მუდმივად ითხოვს სამყაროდან დასტურს, უნდა გაიგონოს ეს, ან მიიღოს რაღაცით, რომ მიხვდეს, რომ დაუდასტურეს. და არა კონკრეტულად, ნახე, ხო, აღიარებაც არის ეგ, მაგრამ ნახე, კონკრეტულად ითხოვს იმას, რომ უნდა უთხრა, რომ კარგი გოგო ხარ, ან კარგი ბიჭი ხარ. რატო? არ იცის, რომ კარგია. და ქმართან, აი, დაგიუთავე პერანგი, ხო, კაი გოგო ვარ. და ისედაც შენ ხო უნდა იცოდე, რომ კარგი ხარ. თვითკმარი ხარ, კაცო, ღმერთი ვითხარ ადამიანი, ღმერთის ხატი და მსგავსი ხარ. რა თქმა უნდა კარგი ხარ და შენშია ის სინათლე, ყველაფერი, ხო? მაგრამ არ იცი ეგ. და ყველასთან სამსახურში შევა უფროსთან და ეტყვის, აი დღეს ამდენი მეილი გავაგზავნე, ხო, კაი გოგო ვარ. და ასე შემდეგ და ნახე ეს ვისაც და ძალიან ბევრი ამ როლში გაჭედილი, კარგი გოგოს და კარგი ბიჭის როლი. ეს რას ნიშნავს, იცი? შენი სურვილებით ვეღარ ცხოვრობ, შენი ცხოვრებით ვეღარ ცხოვრობ, შენთვის მთავარია შეესაბამო იმ მოთხოვნებს საზოგადოებიდან, სადაც ითვლება, რომ თუ ამას აკეთებ, კარგი გოგო ხარ. და აი მაგალითად ერთმა მითხრა, ეგ არ დამოიწყდება არასდროს ერთმა გოგომ, რომ საერთოდ არ მინდაო დისერტაციის დაცვაო. და სადოქტოროსიო რა. აი სულ სხვა ინტერესები მაქვს და ყველავ კარგავ ეხა დროსოდ. მეთქი მაინც აკეთებ. აბარაო, მამაჩემს ისე უნდაო რომ და მე ისე მესიამონება რომ ეტყვის რომ აი ჩემი კაი გოგო რომ ესეც ხო დაიცავიო. და იმ წლებსაც კარგავდა, ეზიზღებოდა, არ უნდოდა იმის კეთება. მაგრამ იმიტომ რომ კაი გოგოა და მე შენი ცხოვრებით ვეღარ ცხოვრობ. და რო არ შეაქებენ ეს ანგრევს ალბათ. საშინლად. და ყველაფერს იზამს რომ ის დაიმსახუროს, რომ კარგი გოგოა და საერთოდ გადადებს თავის ინტერესებს და სურვილებს. მხოლოდ ეს კონკრეტული ადამიანისგან უნდოდეს ამ კარგის რა თქმა უნდა, ეგეც იქნება, რომ ყველაზე მეტად იმ გოგოს ყველაზე მეტად მამა ყავდა. ამ თავარია მამამისმა უთხრა, სხვა არაინც აი დედამ რომც არ უთხრას არ აინტერესებდა იმას რა. დედა ეუბნებოდა, ნუ კარგიო რა. რა ამდენი საქმე გაქვს, რა ეს ამოიჩემე ახლა ესაო და გაი შვილებს აკლებო, ძალიან აკლებდა შვილებს ყურადღებას, იმიტომ რომ იმას დიდი დრო მიქონდა. დედა ეუბნებოდა, მაგრამ ამისთვის მამა იყო მთავარი. რა თქმა უნდა, ეგეც იქნება, რომ ვიღაცა უფრო მეტად ავტორიტეტია ვიღაცა ისა, თუმცა ის ზოგადადაც იქნება, რომ აი კარგი გოგო ვარ და ამიტომ ვეღარ მოусმენს თავის სურვილებს, იქნება სულ დაძაბული და კიდე აი ამ როლში ვინც არის რა ახასიათებთ, რომ სულ დაძაბული არიან, რომ რამე არ შეეშალოთ. ეს ხალხი თავის თავს არ აძლევს შეცდომის უფლებას, იმიტომ რომ თუ შემეშალა აღარ მეტყვიან, რომ კარგი ვარ. და ეს ხო აბსოლუტურად არაბუნებრივია, რომ დაძაბული ცხოვრო, თუ დაძაბული ცხოვრობ, უკვე დაბალია ცხოვრების ხარისხი, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის არაბუნებრივია. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ მოდუნებულად, ოღონდ ფხიზლად. ნახე და ცხოვრობს დაძაბული, რამე არ შემეშალოს, ვინმე მართქოს ჩემზე, რომ არა ვარ კარგი და საერთოდ ვეღარ უკონტაქტება თავის ნამდვილ სურვილებს, ნამდვილ ინტერესებს და ვეღარ ცხოვრობს თავის ცხოვრებით. აი ძალიან ვერაგი როლია ეს და თითქოს კარგი ხარ, ყველა შენზე კარგს ამბობს, მაგრამ შენ მთელი ენერგია ამ დაძაბულობაში მიგდის და საერთოდ შენი ცხოვრებით ვეღარ ცხოვრობ. ეს ტრაგედიაა რა. შემდეგი არის მაცთუნებელი გოგო, მაცთუნებელი ბიჭი და მისი გზავნილია. თქვენ მიმზიდველი ხართ, მე საოცრად მიმზიდველი, რატო დავკარგოთ ტყუილად დრო? აი ტიპიური ისტერიული ხასიათის ტიპს ახასიათებს ეს, რომ აი ყველას ეპრანჭება, ყველას ისე რაღაცა და აი ზერელეთ ოღონდ ზედაპირულად. მუდმივ რომ ხო, და რაცა ესე, ხო, რატო და ეს რაღაცა და თან ყურადღების ცენტრში. ხო, ესეც და ბოლო მსახიობი გოგო, მსახიობი ბიჭი, მისი გზავნილია, მოდი ვითამაშოთ ყურადღება მომაქცია. ეს აი პირდაპირ მსახიობის იმაში გაჭედილია, რომ უნდა რომ სულ ყურადღების ცენტრში იყოს. ამას არ შეუძლია ნაღდი გულისმიერი ურთიერთობა. არ შეუძლია და ძალიან ეშინია ვიღაცა თავის გულთან ახლოს რომ მიუშვას, იმიტომ რომ ბავშვობაში ეს ჩაუკეტეს, როცა გაიხსნა რაღაცა მთელი გულით უთხრა დასცინეს ან ჩაახშეს და შეეჩვია ამას და სულ ზერელე ურთიერთობები, ოღონდ უნდა რომ ყურადღების ცენტრში იყოს, ამაში გპატიჟებს კი, მოდი ვითამაშოთ. ოღონდ გთავაზობს აი ამ არაგულისმიერ, არანაღდ ურთიერთობას. არ შეუძლია უბრალოდ ეს და აი გეთამაშება, ოღონდ უნდა რომ აი ესეთი ყურადღების ცენტრში იყოს. ყველა მტაში დაუკრას, როგორც სცენაზე და სხვებმა მაყურებლებმა ისა. და აი მისი აი ეს არის ზუსტად ეს ხარვეზი აქვს, აი ეს დაზიანება აქვს ბავშვობიდან, რომ არ შეუძლია ნაღდი გულისმიერი ურთიერთობები, რაც მთავარია ადამიანისთვის.
აი, მოკლედ გავიარეთ ეს ყველა ხუთივე ტრამვა და მასთან დაკავშირებული არაჯანსაღი სცენარული როლები. თუ კიდე 1-2 შეკითხვა უპასუხოთ და შეგვიძლია დავასრულოთ. ძალიან ბევრი დრო წაგართვით, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენც უნდა მოგვესვინა და იმედია ძალიან ბევრი ადამიანი მოისმენს და გაითვალისწინებს, რაც მთავარია შვილებთან ურთიერთობა. რო ვასრულებთ ხოლმე ჩაწერას და სტუმარი რჩება და გავდივართ, ერთმანეთთან გვაქვს შეფასების როგორ რაღაცა და ესე იცი ხოლმე. და მიშოს შეფასების უმაღლეს კრიტერიუმია ხოლმე სიგიჟე სიგიჟე გადაცემა გამოვიდა მართლა. თუმცა ერთი კითხვა მაინც მინდა რომ დავსვა რა. დასაწყისში ვთქვით, რომ ამ ტრამვებისგან გათავისუფლება შესაძლებელი არის. დიახ. მაგრამ თუ დაგვრჩა მაინც არ ვიცი რა ზიანს აყენებს ადამიანს რაღაც ისე რომ ვთქვა ზოგადად. დამრჩა ვთქვა აი ამ პრინცის კი. ტრამვა და ვერ გამოვასწორე, არ გამოვასწორე. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ვეღარ ცხოვრობ შენი ნამდვილი ცხოვრებით, ის რაც მართლა შენ ხარ, რის გამოც დაიბადე დედამიწაზე, რა გამოცდილებაც უნდა მიგეღო, შენს ნამდვილ სურვილებს ვეღარ ეკონტაქტები და შენ თვითონ არ ხარ მერე კმაყოფილი შენი ცხოვრებით და არ ხარ ბედნიერი, იმიტომ რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ არის ბედნიერი, როცა მოწონს საკუთარი თავი და სრულად ეკონტაქტება თავის სინდის და ღირსების გრძნობას და ეს გვიშლის ხელს ყველაფერ ამაში. რა ტიპის ბავშვობის გამოცდილება მიიჩნევა საქართველოში ნორმად, რომელიც რეალურად არის ტრამვა? ვიმე ბევრია ეგეთი, ძალიან ბევრია ეგეთი. თუნდაც აი ის რომ პატარა მრაიცის, კაცო, მაგას ეკითხები რაღაცას? და ეს ნორმა გონიათ. და აი ვერაცნობიერებენ რომ სულ როგორც პიროვნებას ისე უნდა მოიქცეთ, თუნდაც დაიკუზო და ისე ელაპარაკო მის სიმაღლეზე. მე ყოველთვის ბავშვს აი ეგრევე უკვე ჩვევაში მაქვს ესე ვიკუზები რომ იმის თანაბრად რო ვიყო, ესე ზემოდან კი არ ველაპარაკო. ან კალთაში ჩავისვა, ან დავждე და გვერდით მოვისვა, რომ აი მე ზემოდან არ ვიყო, რა. ეს ისა რა. მე მქონდა ხოლმე ერთი პერიოდი ვიღებდი და გავჩერდი და გული მწყდება რომ გავჩერდი ბაღიდან რომ მომყავდა ხოლმე ჩემი გოგო რაღაც კონკრეტულ ადგილზე ვჩერდებოდი ჩემი სიმაღლიდან ვიღებდი სურათს მე ვიკუზებოდი და იმის სიმაღლეზე აბსოლუტურად ორი სხვადასხვა რეალობა იყო სულ სხვადასხვა რაღაც ჩანდა კი აბსოლუტურად და მეორეს კიდე დავამატებდი რას რომ ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევა რომ აი ბავშვი რო აღფრთოვანებულია რაღაცით და აი მოეწონა ვთქვათ რაღაცა თუნდაც აი რაღაცა ბუნებაში რაღაც დაინახა ლამაზი ან ფისო დაინახა და უნდა რომ ეთამაშოს ამ ფისოს და მოეფეროს და ხელი გადავსოს და აი მაგ დროს გძნობს რომ უნდა დატკბეს ამ სამყაროთი და როგორი საინტერესოა ეგ სამყარო და აი აღფრთოვანებული და შევიდა ამ ემოციაში ძალიან ხშირად არის რომ ცივწყალს გადაახსხამენ ხოლმე რომ პინძურია ეგ არ მოკიდო ხელი კაცო დააბანიე მე ის ხელი ან სველი სალფეთქით გაუწმინდა და დარჩეს ამ ემოციაში შეიმეცნოს სამყარო და მე უკვირთ მშობლებს რომ რატო ამბობს ჩემი შვილი გარდატეხის ასაკში რომ აღარაფერი არ მაინტერესებს და მარტო ზის და თამაშობს იმიტომ რომ როცა აინტერესებდა ჩაუხშე ჩამოაჭერი ის ნაწილი და როგორღა მე გიკვირს რომ აღარაფერი არ აინტერესებს და მარტო თამაში უნდა იმ თამაშების ეს ხო სულ პატარაობიდან იწყება ყველაფერი თავარი მესიჯი გითხარით გალბატონო რაც გინათ რომ აი ამ ჩვენი საუბრიდან ჩვენ მსმენელმა მიიღოს და გაითვალისწინოს მამების დროს მსმენელმა თავარ მესიჯად ვიტყვი ესეთ იმას ძალიან საინტერესო რაღაცას რომ ერთი უცხოელი ავტორი წერს რომ იცი რაო ესეთ პატარა ჩანახატია ძალიან საგულისხმო რა არის იციო შეკითხვა აღარ მახსოვსო მაგრამ პასუხი მახსოვს რომ იყო სიყვარულია და ისე ზოგადადო ყველა შეკითხვის პასუხი სიყვარული არ არისო ხო და მე მგონი ეგრეა არაჩვეულებრივი პასუხი იყო რა მართლა სიყვარულზე მაგარი მესიჯი რა შეიძლება იყოს მარტო ჩვენი პოდკასტისთვის არ ნებისმიერი პოდკასტისთვის რა თემაზეც არ უნდა იყოს რა თემაზეც არ უნდა იყოს ნამდვილად სიყვარული არის როგორც შეგიწერია მანქანაზე დედამიწა სიყვარული ატრიალებს ჩემო დომენიკო მართლა ეგრეა რომ სიყვარული არის ის თავარი მესიჯი რომლის გარშემოც უნდა ვიტრიალოთ რა დიდი მადლობა აი ხარ გალბატონო